გუნდიშა მოვიდა დღეს არ გიგონოთ რომ ეს არის სავალ გადაცემა რომელიც სტუმარი ვერ ნახეთ. გუნდიშა დაგვეჩაგრა. გუნდიშა დაგვეჩაგრა, იმიტომ რომ ვინ არ ყრია ამის თიმიდან, ვინ არ ყრია აქ, ანუ ლოთები, შფოთები სულ ყველა არ ყრია, მაგრამ პათოლოგია რაზოსკოლია. ამიტომ ეს იქნება სიფხიზლეში კარიკაცის სიტუაციაში პათოლოგი გუნდიშა, რომელმაც პოდკასტი დაიწყო, გილოცავ გუნდის. მიყვარს ჩემი კონკურენტების მოწევა, გახმობა, ხო. ცოტნეს ბედნიერი სახე ჩანს პოდკასტში, იმიტომ რომ ჩემსავით არის, აი მე რო ცუდი ხელოსანი დავიწყე, იმიტომ რომ იქით ხარ რაღაცა იყო და ცოტნეს მინიმალური მოთხოვნები აქვს, უბრალოდ ლუდი უნდა იყოს სულ. ვიდრე მართლა მაგრა უსწორდებთ, თან მანამდე ზდალევა შეუულია პოდკასტამდე, რო ცოტა კარგად იყოს და სამოთხეა იქ. ძალიან საინტერესოა, პოდკასტი რო გითხარო, მიყურებიათ ხო, ჯერ არ მიყურებია? ალბათ სტუმრად მოვალ მე. რო დაიწყებ ლაპარაკს ხომ, ხო შეიძლება რომ გავიყოთ ტექსტი. ნახევარ წარდგენა შენ გააკეთე ნახევარ. შეჩემა. ჩემი არ არის, სულ არის. სულ ხედავ და სულ შენთან. არა, ყველა სტუმარზე ესე ხარ, თორე გუნდიშაზე რო იყოს კიდე ხო? მე აბა რა გაიტო კითხე, მე ძალიან გუნდიშ რა კითხები გაქვს, აი მაინტერესებს. პირველი კითხვა მაქვს, რა ხდება ვაფშე აქ, ანუ ეს რა არის? აი, ან ეს რა არის? ალბათ რაღაც თამაშია მომზადებული. თამაში კი არ არის ეს. ყავები რომ მოგვიტანა დავითამ წინა გადაცემაზე, ის დარჩა. ეს ერთი კვირა ბიჭო, ხელს არ კიდევდეთ სეტს. არა, ბიჭო, ერთი კვირა რა დავალაგეთ, შეჩემ აქ იცი რა ხდებოდა. და აქ რატო ხდება ეს? ამაზე არ ეუბნები. გუში მჭამე შეიძლება. ისევ ჭამე. მაგრამ ესე დავტოვეთ რა. შოკოლადი დევს აქ კიდე რა. მივხვდი არის. გააჯმეინე მაშინ. შოკოლადი. ესე განახებ, იმიტომ რომ შოკოლადის დედა შაქარი არ მიიღოთ, თორე დაემსგავსებით ცოტნეს. ცოტნე შაქარს იღებს. შენ გონა ცოტნე შაქარს იღებ? არა, მე ვიზუალური. ეხლა გადავიღეთ პასკების ვიდეო. გადაიღე. და ჯერ ხო გეგმავთ ბიჭო რა, პასკები რაღაცა. მე ვიღებდი ხოლმე 2 წელი და მე მომბეძდა და ალბათ ხო, ჩვენ ავიღეთ შენი კონტენტი. შენ ხო აი მაგას გადამოგვიგდებ. მე ვჩუქნი. და ვლაპარაკობთ რომ ბიჭო, ბევრი იდეა იყო და პასკები ეხლა აღდგომათ თემატური რაღაცა და გავსინჯოთ რა, რაღაც ლარიდან ზემოთ. და მე ის და ბიჭო, აი ლაპარაკში ერთი 10 წუთი მისბოს და ხო ცოტნე ჩუმად არის ბიჭო, ვაფშე ხმას არ იღებს. და რაღაც შეწუხებულია თუ რაღაცა და გავხედე და რა პასკები შეჩემ. რა პასკები შეჩემ, მე არ მინდა ქიშმიშს მეშინია და რაღაცა. ქიშმიშს ვერ ჭამდა რაღაცა და ვიდეო გადავიღეთ, რომ ცოტნე არ არის. შენ რა გონია რომ ტკბილით არის გასიებული? სულ სხვა რამით. ვაფშე არ ხოს გასიებული, ჩასკმულია თქონა. მოც ქიშმიშის ეშინია? ანუ ვერ ჭამს რა. ქიშმიშს თუ დაინახა. რომ მოხარშოს და დალიოს. აი ეგეთ რომ გამოხადოს. ხო ეგეთი. დაადო გაგიჟდება. ეგეთი მოწონს. ხო მოკლედ ბიჭებმა დაიწყეს აგერ პოდკასტი מחარ. ახალი დაწყებულია. შენ მომიყევი როგორ? მისაყოლებელი პოდკასტი. მე ვნახე სხვადასხვის. პირველ ეპიზოდში ყავდათ. ჩვენ პოდკასტი ჯობია თუ არა? ბიჭო, ჩვენ პოდკასტი ჯერს ერთი სხვანაირია და მე კიდე ჩვენ ვართ ამდენი ხანი ვაკეთებთ ამ თემას ძმაო და ბიჭები ეხა ახლები არიან ჯერ და პირდაპირ ნუ შევადარებთ. მაგრამ პირდაპირ ნუ შევადარებთ ეხა კოსმოს ნუ შევადარებთ. წინაზე შენი ის ეჭიუდი რო ქონდა მანდ პატარა. სათუ გაგიჟდა ხალხი მაგას. გავა და აუსწორდა შეჭ, ანუ მე მაგას ხო ვაკეთებ. აი რატომ მეუბნებით რომ ვა მაგა რა მაგრა აკეთებ, ანუ იმ რო გააკეთე ის რატომ მოგწოთ ბიჭო. შენ რო ამის პაროდიას აკეთებ აი რანაირად შეიძლება. ყველა კომენტარი იყო მაგაზე. რომ ანუ ესე იგი როგორ უყვარხარ ხალხს ნახე, მეც მარტო მაშინ მაქებენ როცა შენ პაროდიას ხო აი რა ორი წელი უნდა ვიყოთ, მეც ესეთი უნდა ვიყო და მოცემულობა რა. ანუ პირიქით უნდა ვიჯდეთ ხოლმე რომ მე კალას პაროდიებით ვიჯდი და კალა ჩემი და აი შენ პაროდიას ვერ აკეთებ შე. პაროდიებში მაგარია. ცოტას პაროდიას რო აკეთებს უეგნევას. ცოტნეს პაროდია, კაი, კარგად გამოსდის. აი. შემა პოდკასტი. ახლა მე არ მინდოდა დავიწყე ლუდის შეჩემა, ლუდი რო დამელია რა. ხო, ეხა מחარ კითხე გუნდიშას, აი პოდკასტისთვის როგორ ემზადებიან, აი იქამდე. პოსტკასტ. კითხე რა. აი მე ხელებს არ ვიბან პოდკასტის წინ, შავი ხელები თუ არა. აი თქვენ როგორ ემზადებით? ნუ ის ცოტნე როგორც ემზადება რომ ჩაისხავს 20 litrს გავიგე. სულთოლმე პოდკასტის წინ ცოტას. იმენა ლო რაღაცა წინა თემებიც არის თუ? ნებისმიერი ქუჩაში რომ ბომჟები ყრიან ხოლმე, ეგ დაიწყებდა იგივე პოდკასტს რა. ხო. და იმასაც ძალიან გაუსწორდებოდა, როგორც ცოტნეს. ცოტნე რადალი რა მოგიტანა ეს ასასმელი იყო? პოდკასტამდე რა დალიეთ? Monkey shoulder-ი. ცოტნე მოდის და ვინ მოიტანა? ეს monkey shoulder-ი მოუტანეს ხა პროდიუსერმა იმან ამან რაღაცა. ძვირიანი როა? ხო და შეცოტა ეს ევინახოთ. მე მეუბნება რომ monkey shoulder-ი მოიტანეს შეცოტა.
არ ვიქნები წინააღმდეგი თუ სულ ეგრე იქნება. ეს ცოტნეს ფრაზა არის, არ ვარ წინააღმდეგი რა. აი, რამე დალევა ჭამაზე. ცოტნე შეგინდა? არ ვარ წინააღმდეგი შეჭმა. არაფერს არ ცulis ხოლმე, აი. შეჭმა ეს ყوارჯობია რო? თუ ვაფშე არ სტუმარზე სხვადასხვა შენზე შენმა მისულიყავი სტუმრად როგორც ვიცი და დამაბარა ცოტნე რო. ხო და ჩეპე მოხდა. მეგობრებო, მოდი ჯობია ჩვენ სამივე სალაპარაკო არაფერი გვაქვს. აჩის ავარიაზე რო ვისაუბროთ ახლა ეს ავარია იმიტომ რომ ჩემ გადაცემაში რატო გაბედნიერებს სხვების უბედურება? არა ბიჭო, არა. იცი რა არის, მე მინდა რომ ადამიანი გაკრეჭილი მახარ ეს კარგ ხასიათზე. მეთქი რა მოხდა, აი ჯეკპოტი მოიგე, ლატარიაში რამე, ახალი კამერა ჩამოგივიდა და ვეკითხები რა ხდება და ოჩიკოსოვორია ნახე. ის ხოლმე მე რომ მეუნებოდა რა. ხო, ანუ მოუგო 1-0 გახდა რა, ანუ ავარიაში მოყვა ის. ავარიაში მოყვა იცი რა არის, მე მინდა რომ ადამიანის ქართველების, ისეთი ქართველების რომელსაც რო აუხსნი ესმის, აჩიკოს დამადობით მინდა რომ იმ ამბავამდე მივიყვანო რომ აი ტყუის და იცი რა არის, ეს არის ფაქტი რომ არაფერ შუაში არ არის წინ დატრიალებული მანქანა. რა დატრიალებული მანქანა ხალხმა არის ძალიან გთხოვთ პატარა მონაკვეთი რომ გავუშვათ. სულ რომ გადიოდეს შეიძლება უკან. აი ეგრო სულ რომ გადიოდეს შენი ავარია რომ გადიოდეს სულ. წინა ვიდეოში ხო გქონდა თუ არა? ჩემთან მქონდა არა ყველა უნდა მახარ გამიგზავნე მე ჩავსვა მოქტოპოსზე ახალ ყველა ნახოს გაიგოს აჩიკოს ავარიის შესახებ იმიტომ აჩიკოს დაუკავშირდნენ ფერარიდან ეხა იქ ფორმულა 1-ში პილოტი უნდათ და აი ბიჭო რა მაგ ნახე სად იყურება გათიშულია შეჩემა ეგრევე ეტყო ნახე დატორმუზებს სო ის იწყებს დატორმუზებას ეხა დაწყებული რა რა ის ნელ-ნელა აჩერებს ნახე წითლებით აჩერებს სო აი აჩიკო მიდის და ყალაზე მიდი და გიგას აჩიკო სანახე აჩიკოს სახე ვა რა მოხდა რა ისა იმას უხერხულობა არ ქონდა რომ წავიდა პირდაპირ რომ კი სახეზე ეტყო მე რომ დავტრიალდი ესეთი ავარია მოხდა და შეჩემა 24 წელს რო გახედავ ჩემიანზე 23 წელი ეგეც მე წავიდო და 2020 წლიანი ჯიპი გრანდ ჩეროკი და მე წავიდოდი დაფხოვებული იმით და მე ვერ მივხვდებოდი რომ კაი მანქანები არის ეგენ ხო ეგ მინუსი გაქვს შენ მეგონა ვერ მივხვდებოდი რომ ავარია მოხდა არა ნახე წითელი ის არის რომ დაუდია თან ეს შენ ხო მოხსლია ავარია არაერთხელ არასდროს შენ რომ ჯდარ ხარ არა თორე ისე არა ჩემითაც კაცო მაგრამ ეგრევე შენ რომ მანქანაზე ყუზარ ხარ არ მოხსლია ავარია კი არა მე უყო ჩემი ბრალეულობით კაცო შეიძლება შენი ბრალეულობა მე არ მომსვლია ხო შენ არ ვინ არის რა ბევრს არ დავდივარ შენ შეჭმა ფიუჟენი დადიხარ ხო და მე რა ჩემი აზრით ყველას შეიძლება მოუვიდეს ისეთი რაღაც რაც მე მომივიდა და ყველამ შეიძლება გაიხედოს საში უცებ და აქედან მინდა რომ კონკრეტული სადაზღვევო არა მაგრამ ხალხს ურჩიო მანქანის დაზღვევა იმიტომ რომ მე ვარ მყოლოდ დაზღვეული ეხა ეს მანქანა $20,000 გაიჭირა ძალიან დიდ კურსში გადავარდა არა ხა შენ ტარე ვარცდანა და აი დაზღვევა რა კაი რომ აჩიკოს ბრალი იყო ყველაფერი მაგრამ მაინც უნდა ზავო აბა რას ლაპარაკობ არა მეც რო ტარე ვარ უცოდი მეც დავაზღვევდი მართლა მეც ეგრე ვარ მე არ ვაზღვევ რა კაი თემა არა პროფესიონალებმა ვინც მანქანის მართვა არიცით და აზზე არა ხართ ქუჩაში სიარულის ადექი და დააზღვით მანქანები როგორც აჩიკო იქცევა კი ან ბევრი ფული არა ეს რაღაცებს ვაკეთებ და მეც დავაზღვევ არა ბიჭო აჩიკო სერული აი ტიპი მიდის მახარ დღეებს ვითვლი იმ დრომდე შე რომ იმედია შიდობიანი მაგრამ ავარია რომ რა მაინტერესებს შემდგომი აღდგომაც გაგიხარდება აი ხალხი რო გავა რო კარგად ვივლიო თუ ტიპი აი სოფლელები რო წავიდნენ რო სოფელშიო ხო იცი რო იძახდნენ აჩიკო იძახდა პირველი აჩიკო იძახდა პირველი მაგას და კარმა რა ნაბოზარია რომ თვითონ დარჩა მარტო ქალაქში და რუსს დაეჯახა ამ ავარიაში ორი კარგი რამეა აჩიკოს რა ავარია მოვიდა და თავის პროფესიონალიზმი რო დათმო და რუსს რო დაეჯახა იფსო მან და არაფერი არ ხდება იტაკ დუმაი სარიელი ქუჩები თავისუფალი ორი მანქანა მიდიოდა რუსი და აჩიკო და უცებ წარმოიდგინა უკიდურეს მარცხენა ზოლში სანაპიროზე მანქანა ატორმუზებს აჩიკო იძახის რომ ტიპიო გადმოვიდაო და იანი ტარმაჟიო ბრატ ეტა კომპიუტერო რა ესე მეუბნა ანუ თვითონ დაატორმუზაო მანქანა მაგას მეუბნება და მიპარავდა რომ კომპიუტერი მიხვდაო მაგას და მე როგორ მივხვდარიყავო მაგას თუ დააკვირდებით პატარა კადრში გადაახვევთ და ნახავთ რომ 10 წამის წინ აქვს დატორმუზებული მანქანას და აჩიკო რომ მიდის აი იმარო ფარები გადმოყარა გოგრიდა რა ხო შეალაგა მე რეიწყებს მანქანა ცხვრის და მაგ დროს გავიხედე გორძე სარკისკენ არ გამომართლა მაგაში რო დაატორმუზას საბურავები მოეხვა მანქანას და ისიც კი ვერ დაიჭირა ანუ კიდე კაი თავისიც მიხვდა ფიზიკის კანონებით მანქანა რომ მოუხვია თორე პირდაპირ შესკდომოდა ამ X5-ის წინა მხარეს გასაკეთებელი ექნებოდა. მაგრამ საეჭოზე რომ დავდეთ ეს ვიდეო რო ჩავსვით, იქ კიდე კაი ადეკვატური ხალხი იყო ძალიან ბევრი, რომელმაც დაწერა რომ აქ მიხვდები ადეკვატური. იმ მანქანის ბრალი იყო ნამდვილად. იმის რო დაერტყა წინა მანქანისთვის.
ამის შენ ამისთვის. ამის ბრალი იქნებოდა. ჯერ იმას რო დაერტყა ის ხო არ ღვევდა პირველი მანქანა და X დაერტყა იმის. ეხა სხვა შორის იმაში მაგრამ შენ რო ეჯა. არა, პრავის ტესტში შეაქვთ ეგ ეხა ეს ამ იმის სპეციალურად ამას ამატებენ როგორც თუ კომპიუტერმა გააჩერა კომპიუტერი თუ და იქ მეორე ორ გზოლი გადაკვეთა ღერძულა და შენ რაღაცას არა აი ისი ესე ის თუ იჭამდა სიგარეტი გიჭირა მისი ბრალი ხარ ეგ არის მაგას ამატებენ რომ 153 მოხდეს ქვეკუმბი იქნება რომ კი ახალი ის არის ფჭილებს თუ იჭამდა სიგარეტი გიჭირავს ხელში ესე მოუკიდებელი მაგ შემთხვევაში და მაგ დროს სიგარეტი უკუღმაუდებს თუ დააკვირდები აქ კადრში აჩვენე უკუღმაუდებს და მოწია შეჭება მარფს არ აკეთებს და დაჯახებისას გასს უნდა ჩააჭირო ხო აუცილებლად ანუ აი სადაზღვევ გიწეს რომ ეხ შევა გაუქრო მოიწა ხო შევა ეს კადრები არ ანახოს ეს შევა თუ შეიძლება მოგიბას სადაზღვევ მე ხა ვფიქრობ როგორ დავამონტაჟო ეს მონაკვეთი და შენი ბრალი არის აჩკო ეს როგორ დაამონტაჟო აჩკო ეს დაამონტაჟო როგორც არის ესე გაუშვა ხო ანუ უნდა მოდუ რა მართლა მაგრა იყურება გვერდზე ანუ არ საგონე არა ნახე აჩი რა შევამჩნიე იცი რომ სანამ გახედა ვიქამდე ფარებს ინტანთებს ხო და რატო კი რატო გავიხედა იცი წირო დავინახე ონ მე მივიხდი ინსტიტუტში აჩი არა იმაში შედიხარ რო ვიცი ნახე ცოცხალ ქვიშაში არა რატო მე ხვანცალებ YouTube-ში ჩახვიდე ეგ ამხილებ რო დავინახე ეხლა ნახე რა თქვა ხო კაი რო დავინახე რომ ის ატორმუზებდა ან ტორმუზის ფარი რო აინთო ეხლა ეგრევე გაჩერებავი რო ვიფიქრე მე მეგონა ანელებდა პროსტა გვერდზე სარკეში გავიხედა გვერდზე მანქანა მყავს თორე რომ ამეც გვერდზე გადავსულიყავი ზოლში მაგიტო გავიხედე ერთი წამი გაიხედე ხო მარჯვნივ თუ იხედე ხო ანუ სარკისკენ გავიხედე რომ გვერდზე მყავს თორე მანქანა რა იაფიანი მანქანა იყო მარჯვნივ და ის თუ გადავმეგდო მტკვარში მაშინ ეგ იყო მეორე ანუ აჩიკო ვიფიქრე რომ დაინახა რა ვა მანქანა აჩერეს მოდი გადავხო აქედანაც მანქანა მოდის მაშინ შევასწრეთ ამის ზედაც ეს მარჯვენა ხილა კი რა არის თუ რა არის ეს და შეასწრე კი რა აჩიკოს მეუბნები რომ აი მან და ორი პედალი ნიშნავს რომ ერთი არის გაზი მეორე არის ტორმუზი არ აღიარებს აჩიკო შენც ისეთი მანქანა დაითრე რომ კომპიუტერი რო უჩერე ხო მაგ ფუნქციის დაყენება მინდა მე ვიცახი რომ მე ხარ შეთო ზანკაი კი ავტოტორმუზი აჩი ტორენტი მაგ კაი საინსტალაციო მოხცებ კიდე არის შეგიძლია მე შემიძლია ტიპი მეურად იაფი დაგიждდება ვინც შეგახსენებს რომ დაატორმუზე აჩიკო უკან ხوار ჯობია ძოლი რო აიყვანა პირდაპირში კომპიუტერის ძვირი ღირს ვინც ტარება იცის რეაქცია მქონდა საკმაოდ ადეკვატური უბრალოდ არ გამიმართლა გვერდზე გავიხედე ძალიან სწრაფი გვერდზე რა გავიხედე მაგრამ დაჯახების მერე იყო ვახჩი ხო 2020-იანი არის Grand Cherokee დიდი პრუჟინები რომ დალტყმიზოს უკან გამოაგდოს ხოლმე ხო კარტინგებზე როგორც არის და მრგვალები გარშემო ესე ხო რბილი რო კონდეს გარშემო რეაქცია მქონდა ადეკვატური არა გავიგე რომ არა ნუ არის ის და რა გავაკეთო კაი მიდი კაი გადმოგირეკავ ადეკვატური რეაქცია ქონდა რო გადმოხვედი კარი რო გაახე იქ ხო ადეკვატური რეაქცია იმას მივარდა ეგრე სტოდი ხოჩესო ეტა კომპიუტერი იმან ნიანი ტარმაჟი ბრატან ეტა კომპიუტერი მე ისე ვფიქრე პროცესზე რო გადადიხარ რაღაც ცოტა აქეთ დაგეჭირა იქიდან არ შეგსკდომოდა რამე ჩემი მაგარი აპასნად გადახვედი მე თვითონ მე არ გადავსულ ვარ მანქანამ წაიღო შეგვიძლია ამან გადა წესით რაც არ უნდა იყოს ეს რომ მიდიხარ ხო აქეთ ხარ ხელები სადაა ესია ერთ ხელს თუ იწავს მეორე ხელს უჭავს რაც ჩემი მოუხვევდა მანქანა საერთოდ წავიდა დარტყმისას იქით წავ ანუ ეხლა დაამატებს ის რომ პოლიცია რომ მოვიდა პოლიციელი ცემა ან რაღაცას არა პოლიცია რომ მოვიდა პატრულის ხოთა შორის ძალიან ჭირა და გამოგიწერა კარგად არა ნუ ეგ მეკუთნოდა ეგ ჯარი ეხლა მაგას ვერ ავწევ დავებონდი რომ ორმაგი ღერს უნდა გადაკვეთეო ოქრო დაარტყა გადავიდა ორმაგი პატრულზე თქმა მინდა მართლა რომ ძალიან წყნარად მშვიდად პირველ რიგში იკითხავ მე ხوار დაშავდა მე ვიდა ეჭახა ბებიჭო შეხვა აი ეგრე უნდა მოსულიყო თუ პატრული ალეათ მოდის ხო იარაღი რომლები დაეჭახეთ ერთმანე კეთესლებ სპეციალისტი დააკავე აი არა კიდია პატრულსაც შეჭება ნერვიო 250 რატო ნერვიოს პატრულ აი რატო გაიხედა იქ აჩიკო აი ხელავთ ბიჭები ბიჭო რა შეას ეხლა ჩამოიყვანე ეს მანქანა ჩემი არ ვიცი კაია პატრული ხელავს რომ მოდის და შენ ავარიას რა გააკეთეს რომელმა გააკეთეს რუსეთი არ მოგახურეს იქ ფეხებს იქნება მანქანაში დასვე და პლედი და ყავა ყველაფერი კარგად იქნება აჩი სანამ არაფერი არ ჭირდა და უკანა კადრში ნასილკით მიყავდათ ის რუსი თვითონ გაატარეს დაშავებული ვა სხვადასხვა გუნდიშასაც მოსვლი ავარია ყონ როგორ იცი
იდგა პარკინგზე იდგა და ისე მოვიდა. დაგეცა? ბიჭო, იუსტიციასთან ასახვევი რო ხო ის დედაინის გასწრებ. მან პირიქით ვიდექი ოღონ პარკინგზე რა. ანუ ცხვირი ქვევით ვიდექი და გაჩერებულ მანქანაზე პროსტა ეს დიდი ჩეროკი. არა, ბიჭო, ჩეროკები დადიან. იქ გამოექანა და მტენა. და ამოყირავდა ხო? ხო, ის უკუღმა დაეცა იქ სადღაც რა გადავარდა. ტიპი მძღოლი ხაერში გადმოვარდა მანქანიდან. რო შევიხედე არავინ აღარ ის და გამოკლევ. აი, ავარიებს ასწორებ ხოლმე, ეგრევე გისვრის რა გარეთ. რემენ თორგეთი. ერთ-ერთ შევასკდი, აი ესე მივდიოდი ეგრე დაღმართი რა, მანქანე მივდიოდი და წვანე ავარი არ მომსულია ეგარი. წვანე აინთო და აი ძალიან თავისუფლად გქონდა რომ მანქანის გარეშე მიდიოდა და კედელს შეასკდა პროსტა. ეხლა ეგრე დამთავრდება. არა. შენ მანქანა არ გონია გჭირდებოდეს.ავლაბრისკია იმის დაღმართზე მოდით თბილისობა იყო რაღაცა და ეს მანქანები წვანე აინთო წავიდნენ დაიძრენ და ბიჭო პაპიროსი არა მაქვს ბარდაჩოკში მქონდა რა. გას დავაჭირე და გადავიწე. ო, გას ჩადგმ. ჯეისონ სტეთემი შეჭრა. ბარდაჩოკ ჩამოვიდა. სიგარეტი. ბარდაჩოკში ვიყავ, მოდიშ რა. ბარდაჩოკში. საჭეხო მიატოვა ეგ და აქ მიკროფონი. ესე ბარდაჩოკში შედი სიგარეტი, აი იქვე გავხსენი, ეგ ხენი აქეთ თუნე აკრეფილი აქ ბიჭო და აი უკვე რომ უნდა ჩახვიდე კალუნკარო არის იქ აი რომ უნდა გახვიდე სანაპიროზე აი ეს სიგარეტი გავხსნე ამოვიდე ჩავიდე ანუ ესეც არა ჩავიდე აქ ჩავიდე სიგარეტი და ამოვიდი და მანქანა იყო წინა რა შევასკდი კიდევაც იქ ტიპი მიყურებდა იმენა სარკეში დავინახე ეს ტიპი აი ეს იყო და ვერ მიხვდა ეს რომ მიდიოდა თან კაცი არა ჩანდა რა კლასავი და აუ შევასკდი ეს გავუკიდე გადავედი გადააყენე ძმაო მოვგვარდებით გადავაყენეთ ქეში მაგიტო უნდა გედოს ჯიბეში ეგ რომელი მანქანით ხარ ეს ხო ჯეტათი ქეში უნდა გედოს ყოველთვის 200 ლარი გავაწოდე მეთქი ჩემო ძმაო მეტი არ უნდა მეთქი ხა ეს აი ზევითა რა ზევითა ის Honda Fit იყო ქე ზევითა რა შუაში ვარ პოზიციაში ქვეშიდან შეგივარდი ზევითა რაღაცები დაიწყო მეთქი ეს 200 ლარი თორმეტ საჯერიმოზე გადავიყვანე ძალიან არ მინდა რომ ოდესმე შენარი ადამიანი დამეჯახოს აი ზევითა და მაგაზე რომ პრობლემებს აი რაღაცა დაგიწყოს ზევითა არა ფულზე შენთან ვაჭრობა იმან მითხრა აი ზევითა რაღაცა მეთქი ხო და არ მინდა ეხა საჯერიმოზე გადავიყვანოთ მეთქი ან ეს ნახა გავამართვი მეთქი და დავიშალეთ თქო და გავამართვა 200 ლარი არ იყო 200 ლარი 100 ლარი გამოასწორე ალბათ ბიჭო ისაც დედა ხოდა მანქანას და დალეწილი იყო შეჩვენა. შეიძლება არც გაეკეთებინა და просто 200 ლარი იყო. ქეში როცა გიდევს, ეგრევე აგვარი პრობლემას. ამ პოდკასტში გაქვს უნიკალური შანსი ახლა შენ ბავშვობაზე რაღაცები გაიგო, უფრო მეტი. მოხარშვები და რაღაცები ხო იცი, გუნდიშა რამდენი წლიდან არ მახსოვს გუნდიშას გაცნობის ისა. ძალიან ბავშვობა. აი ძალიან ერთ ეზოში ტოლები ვართ თან. გუნდიში პირველი მოგონება რა არის შენი კალასთან დაკავშირებით? კალაზე პირველი მოგონება. ბიჭო ბავშვობაში კალასის მოგონება ერთმანეთს გვაჩხუბეს ერთხელ რა. მაგრამ ეს ცოტა მე კიდე პატარები არ ვიყავ. გაგიჭირდებოდა ამის ჩაირება. ბავშვობაში იგივე იქნებოდა. ბიჭო არა გვაჩხუბეს და მე წავით ერთად ვიჯექით. არა ის ვინმოერევა თუ რაღაცები იყო ხოლმე. აგვაგდეს და მომიჯო არ მახსოვს რა. ზედმეტსახეად რას ეძახდნენ ხოლმე რამე პატარა ბავშვობაში. ძღნეროა რაღაც ზედმეტსახეები არ ქონა ხოლმე. ყველა გამხდარი იყო? არა გამხდარი არ ყოფილა რაღაც. ხემალა. არა. არაფერს ეძახდნენ. არა კალა იყო ყოველთვის. ტიპს რა უბედური ბავშვობა ქონდა რომ კალა იყო და კალა დარჩა. ბიჭო სკოლაშიც ერთად დადიოდით? არა, სკოლაში არა. უბნელები იყავით უბრალოდ, ხო? ეს ჩემ ეზოში შეჩემ ხონამყოფები ხართ. იქაც ცხოვრობთ. პატარა ეზო რო გა? პატარა ეზო შენ აგაგ შეჩემ. არა, პატარა ეზოში გარეთ რაღაცა ეგდო. პატარა ეზო რო. კალა იძახეს რომ აუზი უნდა გავაკეთოთ. გავიდე წავიდა ამოთხარა აუზი. ტრაქტორი იყო და ბარემ ამოვთხოვე და აუზი ამოთხარ. ანუ გონია რომ 10000 $15,000 დაუჯდება აუზი. და всё. და ამოთხარ რამდენზე? 10-4-ზე. 10-4-ზე აი იმაში რო არის, კაჭრეთში რო აუზი არის დიდია, აი 10-4-ზე ეგეთი ამოთხარა რა. ეხლა მიმართე აუზის კომპანიებს. ხო, ვერ აკეთებს, გაიგები და. გადაიყვანე. ცოტა ძვირ დაგიჟავთ კი ან რაღაცა ვინმე თან კომპანიას არ ეწევს და ჩემი თქმა რომ ვინმე აუზების კომპანია თუ ხართ ადამიანს დააკვალიანოთ რაღაცა შეღავათ იმისეთ რა თქმა უნდა თვითონაც აჩვენებს ნორიოს სახლი ხალხმა იცის
არა, სპეციალურად არ ვიღებ იმას სახლის ტურს, რომ ეზოს რომ მორჩები და აუზს კომპანია ახსენოს და მე გავაკეთებ. სხვა შორის ალექსანდრე იმდე თქვა რომ გარეთო მინდაო, გუშინ თქვა გადაცემაში რომ გარეთ მინდაო, იქ გარე არა, ალექსანდრეს მე მოყვები. ფაჩატურის ის არის. მახარა სამზარეულოს ვაკეთებ გარე სამზარეულოს. მახარა მოყვა რომ ალექსანდრეს ოცნება არისო და გაზის ნერჟავე იკა, მაგიდან ეს ალექსანდრე ამბობს რომ რა გაზიო და ის ურტყავს სახეში რა და გუში მოგწერა კომპანია. კომპანია და დღეს უკვე შეგვეხმება კომპანია და დიდი. ეს ბავშვი, კარჩი, როგორ მაჯობე რა. ბავშვი უკვე დიდი ბავშვი ყავს, კარჩი, რასაც ათქმევინებს ტელეფონი. თვითონ ბიჭო, თვითონ. გაზის ნერჟავე იყო თვითონ. გაუსწრე, ეხა იცის რომ იქ საჩუქრები ვარ გადაცემაში. იმ დღეს წამომყვა, ხო, არ ვაპირებ ხოლმე რომ ჩავწერ და თვითონ უკვე ადრე მე ვეხვეწებოდი ხოლმე მამა ერთხელ გამოჩნდეთ რა. ეხა წავდით შემეშვი, ნუ გამანები თავი რა. ეს არა მიდი გადაცემაში უნდა დავждე გვერდზე და რაღაცებს ვძახს. იმიტომ იცის იქ სარგებელი რაღაცა შეხვდება. აუ ბიჭო, რაღაცა ვიზგავს. ორი გამორჩენაზე ყოფი. ოჯახში. აბა დღედაც დაემსგავსა, ხო, მაგრამ არა, ორი ადამიანი რომელიც გამორჩენაზეა, ბევრი არის ოჯახში ძალიან. ერთი საკმარისი იყო. კომპანიებს უკვე აი ოფლი მოვძის რომ კიდე ბავშვთან ერთად იღებს ვიდეოს. არა, მე აუზების კომპანია შემეხმიანოს იმ საკეთებს, რავი არა. არა, კალა არის ცალსახად. იმიტომ რომ უფასო ტრაქტორი ნახა 200 ლარს ამოაში ჩქნინა. ეხა ეს წყლით ივსება. სახთან ახლა არა, წყლით ივსება აღარ შეგვიძლია ეგ. რამდენი მეტრში არის ეს აუზი? რამდენი მეტრში ამოათხრინე? არც მინახავს, ხო იცი? 10 მეტრი? ისე, ვაფშე ჩასული არ ვარ მაგნეტ. 12. ეხა უკვე რა მოხდება? ეს ამოთხრილი ხო არის? აქ ხო წყალი ჩაგუბდება. ეს წყალი დაიწყებს გავსვლას ეს განშტოებებში. ამოთხრის, გამოთხრის გვერდით ამხარეს. და ეს ხის სახლი ესე იტიტვებ, ნუ იქნები შეჩება, არა ძეზე გაჩერებული იტიტვებ ამ ხის სახლით. დავითამ ისე ყავა მოგვართვა. გაია დავით. პაპიროსის დაუშვათ რა. ეთყობა, ხელფასი მომატე ხო מחარ? შენ ისეთი სულგძელი ხარ. ის ხელფასი მომატეთ იმ ლაპარაკის მერე შეჩება. რომ მივხვდით რომ 200 ლარი არ იყო ის თანხა, დავითასო თოშინა ქონოდა და დღეიდან უკვე 340 ლარი თვითონ იხდის დეგრეს და საპენსიოს დათო. აი. სანამ თემებზე გადავალთ. ერთი წამი დაუბრუნდები ამ ვიდეოს. ეგ რა გიდევს მანდ? თემებში იქნება. საჭმელი ხო არა? რა ვიდეოს უბრუნდები? ისევ შენავარია. ხო, ჩემავარია. ოღონდ მინდა რომ აი ეს მძღოლი ვინც ატრიალებს რა, მინდა რომ აი მძღოლს ან აქ ის შეგნება რომ ესეთი რაღაც არ უნდა გააკეთოს ან არ გაქვს რა. ანუ ამას არც ჯარიმა უშველი და ეხლა რა უნდა გააკეთოს? შეჩმა, იქნება სადეჭარებოდა და მოატრიალა რა, რატო გაუტრაკეს აქ? არ ბიჭო, განსხვავება ჩემი აზრით საქართველოს გვინდა რომ იყოს ისეთი ქვეყანა, სადაც ნორმალ მანქანები დადიან წესების დაცვით რა. ლექს მოყვება ერთი 5 წუთი. ნორმალურ რაღაცას ვიცახი და ამასაც. არა უკიდია შენორმალური თქვა. აი. რატო გაემბრაზე პროდიუსერი ახლა რა არის? ყლეო ლექსებს ყვებოდა შეჩება. ალექსებს ყვებოდა ძმა ურჩ ბრძოლებზე აქ ფიჩი რომ არ შეიძლება ეგრე ტარება. არა, როგორ არ შეიძლება? არა შეიძლება. რა გინდა ეხა ღერძულა ხაზ გადაკვეთა რომ არ შეიძლება და გავე ნახე ტიპი კანონ დამრღვევი არის კანონთან. რას ვიძახი? იაგო ხვიჩი. ხო, მაგრამ ნახე კანონს რო არ ღვევ. ამ შენმა კანონს დარღვევ. რა შეიძლება გამოიწვიოს? მხოლოდ 200 ლარიანი ჯარიმა. თუ ვიღაცა ისე აასკდეს რომ მოკვდეს. იმის უკან მანქანა იდგა შეჩემა. ბიჭო, რა მნიშვნელობა? კაი, იმის ბრალია. იმის იმ მანქანას რომ მოსულოდა რამე. ან სანაპიროს მე ნანახება გავარი ეგრე ატრიალებდა მანქანა ეგრე და მოტოციკლეტისტი ალეცა და რავი ანუ ძალიან ცუდია. ხო ნანახი გა. ხო და აი ხა მაგაზია აქ ლაპარაკი. აბა რა მეჩქარება. კანონ დამრღვევია, სო მორჩა. არა, კანონ დამრღვევი არ არის, კანონ დამრღვევას მოყვება რაღაცა კიდე. მარტო კანონზე מחარ ჯარიმის არ უნდა ეშინოდეს მაგ ტიპს, მაგას ლაპარაკი. არ არის მარტო ჯარიმა. კონდეს ტიპს და რა ის შეგნება. თრალი როჯდები მანქანაზე არ გააკეთე. מחარ თრალი როჯდები მანქანაზე კანონ დამრღვევი ხარ თუ ცუდი ტიპი ხარ. კანონით დაჟდის ანუ მაგაზე არ უნდა. ქეიფობდით ბიჭები და ეხლა დამჯდარი ხარ. კანონ დამრღვევი ხარ, ისაც კანონით გათვალისწინებული სასჯელი არის. 6 თვემდე პატიმრობა არის მე მგონი არა. ხო, მაგრამ მორალურ ამბავში ხო არასწორია ეხლა. მორალურ ამბავში არასწორია, მაგრამ ჩვენ მორალით ცხოვრობთ თუ კანონებით? ორივეთი. ჩემი აზრით ორივეთი ცხოვრობ. რატო არ ითვალისწინებს მაშინ? რას არ ითვალისწინებს? მორალურ გონებაში რატო არ გაითვალისწინებს? ნასვამი დაждომა არ შეიძლება, იმიტომ კი არა რომ პრავას დავკარგავ. ეგ რა უნდა ვიფიქროთ, რავი, ჩემი აზრით, რომ ეხა ვაიმე მერე რომ პრავა და მერე რომ ჯარიმა, მაგაზე არ არის. აქ არის რომ არ შევქმნათ კანონით გელაპარაკეთ. არ შევქმნათ ისეთი რაღაცა, ვისაც რაც შეუქმნის კანონით. კანონით გელაპარაკეთ. ყველა ყუშიანმა ტიპმა რომ იაროს ბასლაინებზე, ეხა და ეგეთი სულელები გააკეთონ. გავიგე. ჯარიმას ხო მიწერ? მე რატომ თხოვ პასუხისგებლობას? რატო არ თხოვ კანონის დამწერს რომ დაწეროს კანონში რომ ანუ
ჩამოერთვას მართვის მოწომა ან ქულები. ხომ არა, ბასლაინში გადასვლა არის, ხო შეიძლება შემთხვევით რაღაცა ის აღმოჩნდა. არა, განიხილოს საკითხი, მაგალითად ბასლაინში ვინც დადის, 50 ქულა დააკლდეს. მეორე 50 ქულაზე ჩამოერთვას. მე არა პრეტენზია. ხო, მაგას გონე, მე კი ნუ თქო ბასლაინში რომ დავდივარ, რომ მორალით მომიხმო. არა, შენ გონია რომ სწორად არის ხე კანონმდებლობა, ქულები უნდა აკლდებოდეს თუ არა? ხო ფიქრობ მე შენ რამდენი ქულა დაგაკლდეს? არა, მახარ მომის. ეცუთი. აი ხა გეტყვი, ენა თუ არის ყლეობა? 25. 25 ქულა. მე 25 ქულა დამაკლეს, რომ გავაჩერე მანქანა. და ასლარიანი ჯარიმა დაგაჩერე. შენ შეასკდი 9 მანქანას. მახარ. ეხლა ani ყველაფერი რაღაცა კითხე. დაგიწერეს 250 ლარიანი და 25 ქულა დაგაკლეს. შეჭება რატო გადახვედი? სხვა რაღაცა კითხე. ქულა უნდა აკლდებოდეს თუ არა უწყვეტი ზოლის გადაკვეთაზე, ბასლაინზე, სიარულზე. აბა რაღაც მეკამათები შეჩემა, უნდა ეგეც უნდა გაკეთდეს, მაგრამ მორალიც არ უნდა გიშვებდეს ადამიანს შენი რაღაც შეგნება რომ მორალით რეგულირდები მე ხა კანონი სამდეც გიშვებს, ანუ მიხვალ. აუცილებლად, მაგით არსებობს კანონი. ხო. ნუ მორალ გააჩნია მორალს სად გადაკვეთა. არა, კანონი ყოველთვის ხო ვერ დაგიჭერს. აი სიტყვაზე გადაკვეთის დროს, ნასვამი დაждდომის დროს ხო გააწრები. ეგ რო უხდება თუ არავის საფრთხის მესმის რომ შეიძლება გადაუდებელი აუცილებლობა ქონდეს ხო. მაგრამ საცობშიოდ გიხადა ტიპი გადადის და ან სასტრაფოს მიყვება, ან გვერდზე გადადის და შენ ყთulis და მიდის თვითონ, ეგ არის მორალურადაც და ისეც, მაგრამ ტიპი შეიძლება არ ღვევდეს. კანონი ხო არ უშლის იდეაში მაგას. სასტრაფოს რო გაყო უკან. ნახე, არ უშლის. არ იდეაში უშლის. კანონით არ შეიძლება. კანონით სასტრაფოს გაყო არანაირად არ შეიძლება. ადევნება სასტრაფოზე არ შეიძლება. მგონია რომ შეიძლებაოდეს ხო რა. გამორიცხული არის. მაგრამ მორალურად გეუბნები, არსებობს დარღვევები მეთქი, რომლებმაც ეხა აჩიკო შემთხვევაში შეიძლება თულად აღიქოს ამას, მაგრამ ის მანქანა არაფერ შუაში არ იყო. შუაში იყო იმის უკან მდგომი მანქანა. რომ იმან არ მოასწრო, გამოწვევი მიზეზი არის. არაფერ შუაში არ იყოს, ნუ ვიტყვი. ნუ ხო, კაი, არაფერ შუაში არ იყო. არაფერ შუაში იყო, მაგრამ რეალურად შუაში იყო ტიპი, რომელმაც არ გათვალა ნელა დატორმუზება იმ მანქანამდე, ანუ იმის მომდევნო მანქანა. იმანაც ეს მაგრამ იმან გააჩერა. ის არაფერ შუაში აღარ არის. რა ეს პირველი დომინოს ეფექტი ის მანქანა იყო? ბიჭო, ვაფშე აჩის იყო, აჩის წინა მოძრავი მანქანა. არა, დომინოს რას მოყვა? დომინოს ეფექტი მოყვა იმას, რომ იმან დაარღვია, გადაწყვიტა, რომ მეჩქარება ეხა. მოყვა იმას, კაცო, იმის კანონ დარღვევას, მოყვა ეს ყველაფერი. და საერთოდ შორს წავიდეთ. მან მოსატრიალებელი არ უნდა იყოს სადმე, რომ მიდიხარ და თელის უნდა გაიარო და დაეზარა კაც და მოატრიალა. მან მოტრიალება ნიშნავს 40 ტონიან საცობს. ავტომობილზე? არა, მე თბილისში დავიბადე კლუბში. ბიჭო, მე კურსი ვიყავი ახლა რა და აუ ის ხალხი მეზიზღება ბიჭო რა, ბანზე რო დგახარ და გვერდიდან რომ მოდიან. აი, გვერდიდან მარჯვნიდან. მე ყოველთვის ჩერდები ხომ და ჩემი დედა შემეცი ვერ გადაიწევი, გაფუჭდა ძმაო. ეს ტორმუზით დავდივარ ხომ, ვინ გაფუჭდა. აუ საშინელება. აი, ბიჭო, ნახე, მე მაგვიანებ, ანუ მე მიქმნი პრობლემას. შენ ამეს ხვალ გიშლი, მიშლი, იმიტომ რომ შენ რო იქ მიხვალ შესართავთან, რომ მიხვალ მე აქ მაგვიანებ. კონდერი გაცერის სპონსორია. ის არა ხო, საავარიო. რაღაცა პატროლის იმის გვაქვს, შეჩემა გადაცემა. მე ჩემი ქალა. გაზღვევის კომპანია იქნებოდა ლოგიკა. აი გითხე. პირველი ვის ამოვიდა? აბა. თქვენი თამაში რა, ასოციაციის თამაში. სტუმარი ამბობს ვითხოვს, מחარა და კალა ერთდროულად ამობენ ასოციაციას. დაშვებულია მინიშნება, თქო, დამატებითი ვერ მოიგებს. დამატებითი წესი გაქვთ ბიჭებო. აბა. მინიშნება დაშვებულია იდეაში, მაგრამ מחარა და კალა თვალებახვეულები იქნებიან. სტუმარი მოგების შემთხვევაში მიიღებს ოქროს მონეტას. ბიჭო, ეხლა ჩემი კაცი მყავს მოყვანილი, ბავშვობის კაცი. არა მკიდია მოიგოს შენ მონეტას მოიგებს. არ ვიცი ხა. შენ მონეტა. კაცი გვეგრი არის, ჩემი მონეტა თამაშდება? აბა. ეხა თუ გათამაშდა მონეტა, ერთ დარჩენილ მონეტაზე ჯეირანს ითამაშებთ. ოპა. ანუ რანაირად ეხა ის შეიძლება მოუგოს იმას. აი შენი იყოს, მართლა გინდა მონეტა. ჰა? მონეტა გინდა? აბა, ჩამოვიკიდო ბიჭებო, არის მაგაზე. გამოჩნდება რომ მოვაგებინო ჩეჩე. არა რა მოვაგებინო ჩეჩე. მაგას გეუნები მაკარონი. იმენა გუნდის მაგრა გახდი ძმაო მაკარონივით. გუნდის ესე ოსეო მაგრა სპაგეტი. სპაგეტი ყველაზე ფესვი. ერთი ვაზა აქვს ნაჭამი. ჩემი შვილი ჭამს ყოველდღე მაკარონი და განცემაში იძახის მთელ დღე მაკარონს მაჭმევენ სახალხო ბიჭო. ჩემი და ნუ საგადასახადო რომ დამადგის დამიჭერენ. თუ რა არის ბავშვებს რო იცავს? საგადასახადო იცავს. ნახდათ და. ნებისმიერ სიტყვა შემიძლია თქვა, ხო? Просто შემიძლია მე ფერიც თქვა? ყავისფერი. დავაი მიდი. წვნე. მართლა სიტყვა თქვა?
ვერ მიგი კომუნიკაცია დაუბრუნო. თვალების garaში რას ქვია მარტო ეს რო ხონდეს ახვეული არ შეიძლება არა გაიკეთე აი რა აზრია ხორი ეს ყავისფერიო ყავისფერი დაუბლოკე სიტყვა ისა ჩვენი წესი რა ყავა დაუბლოკე შემიძლია რომ მიხვდი რატო დაბლოკე ყავა რატო დაგვიბლოკე არ გვინიშნებია არ გვინიშნებია მოიცა მიანიშნა გუნდში აბა რა ქნეს რა როგორ აი კი არა როგორ მივანი ყავა არ მიგვინიშნებია ეს ადამიანი ამბობს რომ დავინახე როგორ მიანიშნა მაშინ სიტყვა შეცვალოს მაო კაი შეცვალე დავაი ყავა რა შუაში იყო რა თვითონ ხოდა კაი ყავა ხვალ გითხრი შენ არა ნაღდა ეხლა მაგრამ მაგას არა არ გითხრა მაგრამ ყავისფერიო შეჭება და ეხლა რავი არ არის განსხვავება არა ის ლოგიკა მოქმედებდა მაგრამ იქ მოკვიდა ყავს ლოგიკა ხო მიდი ეგ გავაუქმოთ რო ვიტყვი გავაუქმოთ ეგ ჯერ დავტოვო მიდი მოდი ფერებს მივაწვეთ დავაი შავი რაო ჩემი რამდენი წამიან წუთი აქვთ ხო ეხლა თვალიც აგვიხვიო შეჩემა და ისა წუთიც არ გქონდეს და შავი ყვითელი თუ შავი შავი შამბალა დაგვიბლოკე რა შავი შამბალა თუ შეიძლება მახარ მარტივია მიდი ეხლა შავი არა მარტივია ნახე არ მივყვეთ ამ იმას ჩვენ ლოგიკას არ მივყვეთ შავი ხო აზობრივად რო გავდეს ხო შავი ანუ ხო აზრობრივად რო გავდეს კი არა მარტივია ძალიან აი ხო რეულში ჩამიწერე კიდე რეულში აჩი მე თუ წავაგე ხო ესენი იგებენ მონეტებს აი ჩემი ზვაგაცი იგებს ხო ვერა რატო არა იმას პასუხობ რეულში ჩამიწერე ხო რეულში ბარემ ხო ეგ უთხარი შავი კარგი მიდი სამამდე და არ ვიცი რა სამბო მიდი ყველაზე დაიკიდე შავი 1 2 3 შარვალი რა თქვი შეჩემა ფერი შეჩემა ფერი თქვი შავი რეული თქო შარვალი რეული აუ მეთქი იცოდა ვაფშე ფორტ ბოიარდიში იყო ხოლმე იმედზე უშვებდნენ ბოლოს სიტყვა ხოლმე გამოგეცნო და იქ კალამბურები იყო რა ფრანგულად თუ რაღაც და პირდაპირ თარგმნიდნენ გამოსაზრდელი სიტყვა იყო გემი შარვალი გემის შარვალი ესე განმარტავდნენ ბოლოს და რუსპონდი ხოლმე მეთქი რა ერთი ქულიცი ხარ კიდე ერთი ქულად ვაიღე შენ მოიგებ ოქროს მონეტას ჩემი კაი ხარ კაი ფერებს მივაწვეთ ისევ აგინა ბიჭო ეს გუდიშამ აიმენა მაგარი მას მიაგნო შეჭემა ფერებს არავინ არ მიაწვა და თვითონ თქო ბიჭო ფერებს მიაწვეთო და შავი და იყოს ყვითელი ყვითელი ყვითელზე რავი რა გინდა არა მოხსნა ძმაო შეიხუიე შეჭემა მაგას გეუბნები აუ იმენა просто მიდებული გა სკუპ კალა ნახე რა პატიოსანი მე ნახე ოთ კალა ის ხედავ ყვითელი ხო დავაი რა დავაი დავსკუპდე მიდი 1 მოიცა რა ერთი შეჭემა მახარ ხო ორივე რო იტყვის რომ ზათარიან მაშინ დაუთვალე ორივე რო იტყვის რომ ზათვარ მოიგებ მონეტასთან ერთად მე გიშვებ ფილადელფიაში იმენ ან სტავროპოლში ან ფილადელფიაში აი ხარ ეხა იქნება ცან რაღაცა ფილადელფიის შეჭემა არა სტავროპოლი და ფილადელფია მახარ ვერა მზად ხარ სკუპ ვერა გზაზე მოდის ირემი ცელკი ფრანჩია ვინ მოდისო ბიჭო გზაზე მოდის ვიდები შეჭემა ვერა ცელკი ფრანჩია სკუპ ცელკი ფრანჩია დავით მონეტა გამოიტანე არა ხوارა ხარ აბა რა ირამე მორბის სკუპ შეჭემა უჯერში ვიცი მე ყვითელი ერთ წუთი გაიწელა მზად ხარ აზე მერბის ირემი ცელკი ფრანჩია მზად ხარ კალა ნამ კალა არა კაი ყვითელი რა არის შეჩემა ახლა მართლა ნუ ახლა ვერ ვიტყვი პირდაპირ რა ფილო რა არის ფილო რავი გუნდიშა ვსვებს სტავროპოლში კაი გუნდიშას მიაწოდე მიეჩვიოს წავაგეთ შეჩემა რა სტავროპოლში ერთ სიგნუმია მისცეს მოისა ვაიმე ჩემ ხელში უჭირავს კალა ხელში უჭირავს არა ეგა მახარ სტავროპოლში გაუშვათ გუნდისა გაიგე ფილო
ყვითელიო, ყვითელი. ყვითელი, ხო? სტაფილოფესა, დედამოწია და. ეხა შემიძლია ძალიან ტვინი რომ გაიწელა. არა, სო. მაგ სიტყვაზე? არა, შეჩიმა, ყველა მიხვდა. მე ვერ მივიწი შეჩემა. ერთი არა, მოიცა, 1 წუთიან ტაიმერს ურთავ. რატო? ძალიან გაიწელა. კაი, ტუალეტში მინდა რა. 1 წუთი. მედი, მეც მეფსე მაგრა. ერთად რო გავხვიდეთ. უნდა თქვათ რომ მზად ხართ. კალა მზად ხარ? კალა. რად ვარ ხო კაი? მიანიშნეს რამე? დაინახე გუნდიშ? ანუ ერთი სიტყვა არის ხო რომელიც უნდა თქვა ანზე ეს სიტყვა. რა, დაგვიბლოკე. ჰა? დაგვიბლოკე. აი, სტაფილო არ უნდა თქვა. დაიბლოკა სტაფილო. აუ, სტაფილოს მანიშნებდი შეჩემა. ავროპოლიო და ფილო და რაღაცებს იცახდა. ყვითელზე რატო არის სტაფილოსფერი არ არის შენი? ხო და ეგეც გითხარი, პირდაპირ სტაფილოსფერს ხო არ იტყოდა მეთქი, მეტი რა გავაკეთო შეჩემა. მზად ხარ? ყვითელი, მოიცა ეწუთი, ყვითელი რა არის კიდე. იმენა სუფთა კავა. აი, წავაგეთ, აი, თქვათ. დავაი, რა? ერთი. ეწუთი. დავაი, ყვითელი ფერი ხო არის? დავაი, სკალა, იმენა ლეხა, გაიგე თან, იმენა მაგა ტოპი. მიდი თქვი. 1 2 3 სელი. რა ხალი? მანათობელი რაო? მანათობელი ხარ მეთქი და. შენ სელი თქვი ხო? ხომ არა, რაღაცა კავშირში ხო უნდა ყოფილიყო. ეს ჩაწყობილი არის ერთად. თქვენი ბრალია. ჯერ მოფსმას ანიშნებდით. მე ვანიშნებდი მოფსმას შეჩემა. ტუალეტში გავიდეთ, რას მომხობოდი შეჩემა? მოფსმას განიშნებდი. მე წამოვალ, რას წამოყოლ? მეთქი სიტყვა უნდა გეთქვა შეჩემა. ტუალეტში მინდა მეთქი, მე წამოვალ, ხო უნდა გავიდე. ვახ, ჩემი კაი. გულდის გილოცავ ოქროს მონეტა არის შენი ოფიციალურად პირველი კი. მონეტა შეჩემა. რა წერია? ფუ, ის ბეტსონ სპორტი, ჩვენი სპონსორი და ფუ პოდკასტის სპონსორი. ოფიციალურად შენია ოქროს მონეტა. მადლობა ძმებო, მადლობა, ძალიან კაია. ეს მინდა უკეცე. ხახს რა ეს აჩი რა. ახალი წესი კაია თვალები. თვალები რატო აგვიხვიეს ბიჭო რა? ჩემი აზრით მაინც ბაზრობდი. ბიჭო, მოიცა რაღაც ვიტყვი რა, თვალები ახაული ყავდი, რატო აგვიხე? იმას მოხსნილი ქონდა. შენ აი ესე იყურებოდი იმის ქვევიდან და რაღაცა გითხრა პირით განიშნა. სტაფილო მანიშნა. და იმან დაბლოკა. იმან დაბლოკა ეგრევე. არა ბიჭო, სტაფილოს ისი ანიშნებდა. ავროპოლი და ფილო, მე ფილო რა არის შეჩემა. მაგრამ ბოლოს מחარა კარგად განიშნებდა ძალიან. ხო ეხარო რა მაგარი იყო ჩი. მანათობელი ანუ პროსტა მანათობელი. ხომ არა მე იქამდე განიშნე. მე მეგონა პროსტა ბიჭო რომ მითხარ მეთქი მოფსმაზე სწორად მიხვდა თქო გაიგე? მოფსმას განიშნებდი მე და ეხა მეთქის ეს ტუალეტი დალინკა არა მე მეგონა გავიდი და იქ მეტყოდი. მანათობელი თან ანუ ნახე მომენტ მოფსმის დროს აი მანათობელიაო შეგიძლია თქვა. შეიძლება თქვენი ბაზო და მე რომ მოვწიო მართლა ძალიან ნერვი მომეშალა ეხა. ჩემი მონუმენტური ეპიზოდი არის ეს იმიტომ რომ შეჩემა და არ მეგონა, მაგრამ გათამაშდა მონეტა. ბიჭო, ფერები არავის არ აურჩევია? ფერი გეთქვა შავზე რა. და ყავის და ის ყავა დაგვიბლოკა კიდე მაგით მოგვიგო. ყავას ვამბობდით. ჩემი შეცდომა იყო ყავისფერი არ უნდა მეთქვა. ეფერება ნახე მონეტას. აუ ეხა შეიძლება გაიჯიბოს გუნდში. მიხედე შენ. ცარიელი მასწავლე ხო? შეიძლება შეგიცვალოს. ამოგივარდა შეჩემა. აი ამოვიღოთ. ამოყნეს. მე ძალით არ მიქნია მართლა. შეირანი მოდი. შენი იყოს, მაგრამ შენ ისე გინდა რომ ჯერ არა. შეიძლება მეორეც გავათამაშოთ სეზონის ბოლომდე. ეს ბიჭო ხო არა ეს. არა, დაგავორი ხო? არაფერი დაგავორი, 2 მონეტა იმიტომ. სეზონის ბოლომდე თუ შეინარჩუნებთ, მე ჯეირან. არც ერთი არ ვიჩუქებ. ანუ, ყველა ფიქრობ მაგად. აუ გამო ჩემი კარგი. დენი ტრეხო არის. უნდა მოუწიო მკიდია. აი ეხა რა. ეჯაკით იბაზეთ მოუწევ და შემოვალ შეჩემა. ტატო ხარ შეჩემა რა არის? რატო ოქრო დავკარგეთ რა ტატო ხარ შეჩემა. ხო და ნუ რა მე მოწიო. დამშვიდი, ჩემი მანქანა დალეწილი არის, გამოგიკეთე ხეს. შენ მანქანას არავინ ჩუქნიდა სეზონის ბოლოს. გაიგე? რა გინდა მე დაგითმობ მონეტას თუ მოვიგე. ას დაგვიწო კიდე გამოგავს არ მოიყვა. ოსო 2 მონეტა გქონდათ რომელიც შემდეგი სტუმარი ვინც იქნება გულწრფელად ვითამაშოთ. აი ესე ვიჯდეთ არავინ. მე თუ კითხავ რაღაც გულწრფელად ვითამაშოთ და მაგით წავაკეთ. არა შეჩა. შეთერებები დაგვიბლოკეს და გულწრფელად ვერ მივხვდით რა უნდა გვეთქვა და. აი შეჩა გავიხიე მეტი. ფილადელფიაში აჩე
უნდა ანამასა ან შენა შეჩემა დენი ტრეხო სტაფილოს ხარ გეტყოდა მეთქი ეგეც უთხარი და სტაფილოს ფერს მით უმეტეს მეთქი და მიდი მოფსა თუ ისი მანიში მე მეგონა მოსაფრთხილად გავიდი მეთქი გარი დავай მესმეფსია თქო გავყვები მეთქი ცოტა მალე ამოვიდეს ბოლოს უნდა მოსულიყო რომ მოსაწევად ეგრევე გასული დენი ტრეხო არის მსახიობი რომელსაც ეკუთვნის არაოფიციალური მსოფლიო რეკორდი ის ყველაზე ბევრჯერ მოკვდა ფილმებში და სერიალებში დაასახელე ეს რიცხვი შორს ვინც იქნება მსხვერპლია დანარჩენი ორი რეჟისორები რომლებიც ფიქრობენ როგორ მოკლა მთავარი გმირი მე მგონია რომ ჩვენ ისაც ფიქრობთ გუნდიშას მოკლაზე და თან 72 არა ერთ ფაშად ვთქვათ რა მე ერთხელ ხო შევა აი ნორმალ ცივილიზებული ადამიანები არიან ეს რომ ციფრებს იძახიან და 72 გულწრფელად რასაც ფიქრობ აი რასაც ფიქრობ 15 მე ერთის 300 ვიტყოდი მე მგონია რომ ძალიან ბევრ ფილმში იქნებოდა 300 ფილმში ნათამაშები იქნება კი მე ჯერ მოკლა ერთ ფილმში მივიღე პასუხი მივიღე 300 გუნდიშას 15 კალას და 300 ფილმში სახიობს ყურადღება არის რეკორდები სწორი პასუხი არის 171 მე წავაგე გავატყი 160 მაგდენიმოში სანაერად აქ ნათამაშები შეჩემა ფილმში აბა ორჯერ სამჯერ ბიჭო რეკორდი ხო ძალიან ბევრია ერთი 20 წელი ციხეში შეჩემა და როდის მოასწრო იქაც მოკვდა მე ვარ ისა თქვენ რეჟისორები ხართ გადაგწდება გორში მიდის გადაღება ახალი სერიალის ახალი პორნოგრაფიული ფილმის გადაღება მიდის ის გორელი როგორ გავაკეთო რომ მასწავლოთ თან რეჟისორო ბატონო რეჟისორო თუ შეიძლება ეცოდა გიორგი რომ ეს ფილმი გადის საზოგადოებაში აი ყავას ვიღებ და სვამ ხო ამას ნახავს ჯონი სინსი ამერიკაში და თვით ჯონი სინსი შეაფასებს თვით ჯონი სინსი ეხლა დაეცი მუხლებზე მაგრამ ხვალ უცებ აგიტყდება ხველება ჯერ მუხლებზე ვეცემი თუ აი ხველების დროს მუხლებზე ეცემი და აგიტყდება ხველება და ამ დროს შემოდის ექიმი და მომკლა ბიჭო ანუ ვერ გაიგე მოკლაო გავიგე მაგრამ ცოტა მეორე რეჟისორი ჩაერთო საქმეში თორე ეს მე მგონია პახმელიაზეა პირველი პახმელიაზე არ არის ჩემი ოქროს დაკარგვით გამოწვეული დარდი აუ ბიჭო რა გამო მოდი მაგით არა ვერ გადავა პროსტო აი შინაგანად ეხლა აი როგორ აი ეს რა მოკვდა მოდი დარდისგან მოკვდეს არა ლომბარდში მომაქე ეს თუ ვაბარებ რომ გავდივარ სუდად ხვდები არა მახარ სტაფილო როგორ ერთი კაცი ვერ მოგიკვლიათ მე მაინტერესებს დარდისგან როგორ მოკვდება ეგ არ გაინტერესებს ბოლო დებინაცვალთან არც მე ვხვაფს და მოდიხარ და გაw გაზზე ეს თამაში გაზზე რო დგა და როგორ კვდება მან შემოდის შენი ძმა მე უნდა მოკვდა ეს შემოდის შენი ძმა ვერ მივხვდი ყვავზე და არის ესა გიოგი და არის ესა შენი ძმა გეუბნება ეს არის უკვდავების წამალი შენურებ ამას ნაბოზაროში და როგორ უმციკლო ბავშვი გაკეთე და იკიოკი ეჩა მაქსიმალურად უმციკლო გააკეთა რომ და ეს არის უკანა უმციკლობისა აბა მიდი შენისკენი დალიე აქ არ უნდა დალიო შიგნით უნდა ჩაჯდე აბა მაჩვენე და შენი IQ მაშინ იყო დაბალი ამ ფილმში არის დაბალი და შენ ჯდები ამ ქვაბში ნუ ვეღარ ამოდი პირიქით ხდება აბა როგორ და შიგნით ითუთხები ის რეჟისორები ყოფილიყავი და მე უნდა მეთამაშა, მაგრამ ნუ ერთი მსახიობის თეატრად გადაიქცა. ცოტნებიძია მიდის მე ეს ბავში. ნახე ხორცი როგორ მოვხარშე, ძვალი ეგრევე ზრება და იღებს. ამე. ამაზე იყო ეს თემა. გავათამაშებდით, მაგრამ კაი. რაც გავათამაშე ის გეყო შეკარგა მოშე. შეკითხვა გუნდიშას. მისაყოლებელი პოდკასტის დაწყება ვისი იდეა იყო? მისაყოლებელი პოდკასტის დაწყება ალბათ იყოს ლუდისას ჩიპსი ლუდისას ის იდეა რა. ხაშის ლუდისა აქ რატო არ შემოდის? არა მართლა ეს ამ გახსენებაზე 1000 მოსწორდა. აქ რატო ორშაბათობა ხო? ჩვენ ახან არა ვჭამთ იმას? ჩიპსა? ორი გაცემის წინ არ ყავი ჩიპსი ძალიან ცუდიაო. რის ლუდისასი? არა, ზოგადად ჩიპსიო. ჩიპსი ძალიან ცუდი, მაგრამ ამათი ჩიპსი ძალიან კარგი. მართალი. მართლა კაი ჩიპსი. იმიტომ რომ არ არის ამოდუდგნული რაღაცა და აი რო ჭამ ყვითელი არ ახარ. ქართული კარტოფილის გამზადდება, ხო? კი, ქართული კარტოფილის გამზადდება და რამდენიმე 4 ის აქ ეხა და მე-5-ს დაემატება რა. როგორ აშრობენ? 3 არ არის ჯერ? არა, 4 არ არის. არა, ბიჭო, ჭამისას მაშინ 3. მართლა კარგა, სხვა სტრუქტურა აქვს, ანუ მე ზოგადად ჩიპსებში მხოლოდ დორიტოს. რა ნატურალური. მე ზოგადად მე არ მეც არ მევასებ ჩიპსი ზოგადად და მაგრამ ეს დამევას. სიმინდის დორიტოსი მიყვარს მე, მაგრამ ეს ზედმეტი რეკლამა გამოდის, გადავიდეთ. არა, ნუ მაგა შემოვიდნენ უკვე. არა, ჩიპსი ზოგადად
არ შეჭამოთ ხარ. არა, מחარას ახლა ერთადერთი რაც გამოუსწორებს განწყობას არის სპონსორის შემოსვლა. რო ქეში შემოვიდეს თორე ოქრო გავიდა. ანუ სპონსორი გვინდა რა. ლომბარდი შემოვიდა. არა, ისიც თქვათ, რომ ცოტნეს თვრალი პოდკასტის გაკეთება ხო უნდა. ცოტნეს ვანამდე ქონდა, ძალიან ადრე ქონდა თვრალი პოდკასტის გაკეთების. და ალბათ მარტო ვერ მოაბა თავი? ბიჭო, არა, მე ისე გამოვიდა რა, რაღაც რო ისურვებ და უცებ რო გაგეჩნდება შესთავაზდეს, რომ აი პოდკასტი და დალევა ერთად და ვინ გაუბედურა, ანუ ვინ უთხრა, რომ ცოტა შენ გადაცემა გინდა რომელშიც დალევა. რომელი კვირაა, იცი, ცოტნეს სვამს დღეში ორჯერ რა, აი დილას სვამს, შუა დღეს იძინებს, იგივე სვამს და ნუ სვამ თუ რაღაცა და სულ კონფლიქტები გვაქვს ცოტნესთან რა, სმაზე. და საღამოს ნორიოში ვხედავ, თვრალი მოვიდა სუფრიდან და რაღაცა მეთქი რაღაცა გააკეთე რაღაცა და მაგ იდეა შეჩემა რა იდეა თვრალი პოდკასტი უნდა გავაკეთე მეთქი თვრალი პოდკასტი თუ წეპე ახლა სახეში აი არა იდეა შეჩემა ისო მე და პავლიკა შეჩემა პავლიკა ესა კაროჩე ძალიან რთულია მეგობრებო პოდკასტის წარმოება 1990 წელს ალიასკაში პალეონტოლოგების ოჯახში გაიშალა სუფრაი სადაც სტუმრებმა მსოფლიოში ყველაზე ძველი ხორცი დააგემოვნეს. დაასახელეს რამდენი წლის დაძველებით იყო ბიზონის ხორცი. ბიზონი. შორს ვინც იქნება ოფისში მორჩენილი ძველი მჟავე კიტრის დააგემოვნებს. ხო არა ხაშა მოწამლე ვიღაცას მაკიტრის გამო. არ კიდია შეჩემა. გაუხსნელი თუ კაი იქნება. ყურადღება პალეონტოლოგების ოჯახში. იგივენაირად რო ვწეროთ რაღაც შეგვიძლია. შეწეს ხორცი. რა მნიშვნელობა აქვს? რამდენი წლის დაძველებით იყო ალიასკაზე. ხო. ბიზონის ხორცი გაყინული იყო ეთქობა. არ ვიცი. 300. ერთი ჩემი ციფრს რატომ მიახტი? 300. ალას პასუხი მიღებულია გუნდიში. ერთი. საუკუნე. მახარ. საუკუნე 1000 წელი. 100. არის? ბოდიში 100 მოიცა. 100 წელი. 100 წელი. შენ ხო რომელიმე ხო არ შეცვლით ორივე 100 გაქვთ. მე არ ვიცი, გეკითხა. არა, მამამისის გითხარი 1000 euро იძახდი კი მეგოდი 100-ია მე. აბა შენ? მოდი მე ვიტყვი ზუსტად შუაში. არ წააგებ უეჭველი. ნუ სამართლიანობაზე ვსაუბრობდით ეხლა. არა, 299 სიტყვის თუ 200 მნიშვნელობა არა აქვს. 200. ხო, ნუ. შეიძლება ძალიან ავწდეთ. რა საბობ? 200. 200. ეხლა ერთ წამს სანამ ვიტყვით პასუხს. შენ ერთი რო თქვი თავიდან რეაქცია დატესტე ჯერ თუ რაღაცა ისე ერთი საუკუნე აი ხატოვნა დატო მოგინდა ხა თქმა არა საუკუნეზე ვფიქრობდი მე არ მეგონა შეძლებს თუ იტყოდი შენ მაინც 100 200 ყურადღება სწორი პასუხია 1500 წელი ბევრი შეიძლება 50000 წელი ეს არის ნამდვილი ფაქტი. გემო არ ქონდა გაფუჭებული სოთა აი. არა, ყინულს შორის დიასახლის მაგასინჯის მერე თქვა რომ ცოტა რთულად დასაღეჭი იყო ხორცი. დაკა ჩვენ და გარდაიცვა. ბოლოს დღის დაკლუს როხებს ვერ ავჭამთ ხალხი. ბოლოს სიტყვები იყო რაღაცა სუთი დასაღეჭი იყო. წარმოიდგინე ყინულში შეინახა ხო? ალბათ ხო. ბიზონის ხორცი, დინოზავრის ხორციო ჭამ. ხატო უნდა მოგინდეს ეგეთი რაღაცის ჭამაში. ბიჭო, რა, პალეონტოლოგები ეგრე ერთობიან ეთქობა, რომ აი ახლა გათხრების მერე ბიჭები დავჭი. მაგარი ხორცი გავადი. ძვალი გამოწუწნენ. 30000 წლის ღვინო მოიტანა მამუკამ. იქ ორმოს მამონტი ჩამოიტანა იმან. არა. დაუჯექიზე ყინულში მაგრა შეინახებოდა შეჩემა. დოდოს კათამი კიდე დოდოს ისა რა ქვია, ბარკლები ჭამეს და ეგ ბიზონი ინახება სხვათა შორის ახლა ერთ-ერთ მუზეუმში მოჭრილი პატარა ფილეთი. მოჭრილი მოჭმული შეჩემი. ის სანამ მოკვდებოდა რაც მოაკვიჩა. აუ ტიპებს რაში. ბიჭო რა, ვაფშეტა რა ხდება? აი ეს ის შემთხვევა იყო, როცა თემა უფრო საინტერესო იყო ვიდრე სასჯელი, ამიტომ გადავახდეთ სასჯელს და გადავიდეთ შემდეგ თემაზე. გუნდი შემოიღე შემდეგი თემა. აუ მახარა განიცდის და როგორს მომენტოს დაგა. ესე იგი, შეკითხა გუნდიშას, უნივერსიტეტში რა დაამთავრე და შენი რეალური პროფესია რა არის? საინტერესოა. დაამთავრე უნივერსიტეტის SEU დაამთავრე, ბიზნეს ადმინისტრირება და რეალური პროფესია ფინანსებია. ფინანსისტი ვარ პროფესიით. ფინანსისტი, ბუხალტერ. ცოტა დაამთავრა თავმოდება. როგორ მეტდიერია ბიჭო აი ცოტა დაატოლოტაობა ცოტა დაატოლა სასმელთმცოდნეობა და რეალური პროფესია პესტროიკა ცოტნე რომ ახალი გაჩთული იყო ჩვენთან რომ რაღაცა ახალი ის არის და სუფრები რაღაცებს რო აკეთებთ ხოლმე დავждდებოდ ხოლმე აკეთებდა თავის უბანში იყიდებოდა ჭაჭა და ლიმონს დაჭრიდა
და რაღაც გამწინა დღეს გამზადებდა შაქარს რაღაც და მე ჭაჭას რა და ამას სვამდა რა და რო იყო ხოლმე რას დალევთ მე ჩემი ის მაქვს ანუ ჭაჭას იქეთ ხო ახალგაზრდა მე ჩემი ბიჭო ამასთან გავიხსენეთ რა ბიჭო გახსოვს მაგას რო აკეთებდა თქო იმიტომ რომ ანუ აღარ უკნია 10 წელია თორა და გავახსენეთ და აი რა მაგარი იყო მაგას რატო აღარ ვაკეთებ ჩემი ის მაგარი იყო. ეგ არის და დანატოვარი. მართლა ბევრსას. არა, გუნდი შენ საჩააბარე ეგ. მე თავიდან ხო სეულში არ მოხვედრა უნივერსიტეტს ერქვა ჯორჯია. ჯორჯია იცი? არის ოღონ თავიდან ის. ძია. რა მაცა დეწო ველაპარაკები ბავშვობის მაგას და ჩაიჯვიე. ოქროს მოიტაც ხო წაუგრევა ის. გადაცემა. მე დამაბრალო ნაპარმა აბა. შემართლა მანატობელო მანატობელი ბევრი საკითხავი მე მომეც ბევრი საკითხავი არა მე გადააწოდე ნახე მიაწოდე არ არის ნახე გადააწოდე არა ჩემი სიგრძე ემთხოვ რომ გადაწოდება ჩემი ძა გადააწოდე ეს ფურცელი გუნდიშას მოდის ახალი თამაში ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ეხლა პლეიცერი თავიდან მე ვონა მაიმუნი ახალი თამაში გაცოცხლებული შოუ ვინც ნერვიულობ ცუდა თამაში აუ შენ საკეთებ რახან მანქანაზე დაგცინეთ გაბოროტებული ხარ და ცდილობ რომ მოაწევი აქ ბოლი არის აჩიკო მახარ არასდროს არ გასულ ხარ მოსაწევად შეჩემო და კაი არის შემთხვევები ესე იგი ახალი თამაში გაცოცხლებული შოუ ვინც ეს ბარათი ამოიღო წამყვანია დანარჩენი ორი მონაწილე შემდეგ წამყვანი მოიამოჟეს დანარჩენ თქვენ ხართ მონაწილეები არა მე ვარ წამყვანი ვინც ეს ბარათი ამოიღო საინტერესო თავდება შენთვის რომელიც მიიღებს სპეციალურ საჩუქარს ანუ თქვენ ორიდან რომელიც მოიგებს სპეციალურ საჩუქარს მიიღებს მაგრამ და ცოტა ხანი წამყვანობა გინდა მახარ კიდე სპეციალური საჩუქარი არის აი ეს აი ბიჭები წამყვანის თემაა საერთო კაცი კოსმოსში რა თქმა უნდა გავაკეთოთ შეგიძლიათ იხუმოთ გუნდში აირჩევს ბოლოს გამარჯვებულს ვისიც უფრო უკეთესი იქნება ვერ მივხვდი ისინი სიგნალს მათქვენ პირველი კავშირი დაამყარა უცხო პლანეტელთან მე დამიცა გადავარჩიოთ და მეუბნეოდი მხოლოდ სპონსორობა ეგ გეთქვა შეჩემ აი ხა ხო ვთქვი გუნდში თითო ტურში დავწეროთ ქულა მოდი რა ანუ ეხლა ამ ტურში ვისი მოგეწონება უფრო იქა ავედი შავი ხრალი იყო და მივარჭე ეგრევე თავიდან ჩამithრია ცოტა გაიქა ვერ ვიღებდი მაგრამ გამოვაზრე მე აი ბიჭო შიქوارა გაქვს რაზე იცინი აი ეხლა თვითონ ხუმრობა ვაცალოთ ხო მხოლოდ აი 1-0 ბიჭი ჩემ პაროდიას რა აზრი არა რვაფეხების სუფრა ზვიგენის ქელეხში რვაფეხების სუფრა ზვიგენის ქელეხში ეს გამოგზავნილი კითხვაა გუნდის რამდენიმე ვაცაოთ თუ მოვიდეთ უკეთესიც ვაცაოთ რა ზვიგენები თუმ სახურ ხო ეგა არ არის თუმ სახურს ვარ რვაფეხების სუფრა აუ აჩიკო რა არის ესეთ რა თემაა რვაფეხების სუფრა ზვიგენების ქელეხში თუ რამ ზვიგენის ქელეხში ხო და რვაფეხებს ატყობთ ქელეხი ზვიგენებს არ უნდა კონდე რვაფეხებს აქვს სუფრა იყოს მიავწევ რა კუბოს ეხლა ჩამოვიდე დაბლა ამათ დონეზე ვიხუმრო და მე ისე ავიდე ისა რუჩკა რატო აქვს 4 იგივე არა რუჩკა იგივე მე რუსულის ყოლა ქართული არ იგოდე მაგრამ შედი და აი გაშეჩება რუჩკა რატო აქვს ჰაჰა და ანუ იყოს არ მინდა მიავწევდე დამოლი რვაფეხი და რუჩკას არ მოკიდებდა მიდიწე ნახვი მიდი დაიხოზე ციცი რუჩკაი ეგ იყო გადავწყვეტი რუჩკაი თა ჩემი პაროდი გააკეთა რა შუაში ვარ რვაფეხების ქელეხი ზვიგენებთან შეჭება რუჩკაი არა 4 არა ნახე შენ ჩანაფიქრი კაი ქონდა მაგრამ დელივერი არ გივარგოდა ჩემი ნახვი დელივერი მარტო თქვი რომ
იყოს არ მინდა ავწევ, ანუ ცოტა შეწყრო განძიო ტვინი რა საწევ როგორ აი არ რუჩკა 4 წელი დახოცა ხალხი. აჩი, არ მოვიდა ხო, მაგ ხუმრობთ ხო არ მოვიდა ეგ ხუმრობა რა, ჩანაფიქრი? ვერ მოიტანა ჩვენ. აიკარგა გზაში დაიკარგა. კიდე გაქვთ იდეა. ვიღაც ახლა რუჩკაიში ერთი ქულაი რუჩკაი. შეგიძლიათ იყო. ერთი ქულაი, ხო. კიდე შეგიძლია ამაზე იხუმრო. აღარა აქვს ხუმრობა. 2-0. ოი დედა. კაი, შემდეგ. არის ხუმრობა კითხვა. აუ ეს 4 კაცი რაც ვიღაც, ეცა რობეხი არა გაქვს ეგ და აი კიდე ახლა შეგვიძლია შემდეგი არის. 4 წი გააწიეთ თქვენ და 4. არის კიდე ბევრი მაგ. აი. ზუგეს არა ერქვა ამ დედამო. აუ. რამდენიმე ხელი დააფარო შეჭი. ვა, 1000 კიდე აი. კაი, მაგრამ გასაწყისში. შემდეგი და მე ზარი იყო, ზარი. ადამიანს 3 ხელი რომ მქონდეს. მე ისე და 3 მაქვს. აი 3 ხელი რო ქონდეს ადამიანს, ხო? რატო და 4 რუჩკაი? აი ხო. მიეცი ქულა თორე გადაგჭამა თავის. მართლა ქულა მიეცი. აი, 2-1. მახარა დაკაჩა. ესე იგი, სიტუაცია. წუწურაკი ბანკის თანამშრომელი. რაც უნდა რუჩკაი არ თქვა. წუწურაკი ბანკის თანამშრომელი. კეთილი იყოს თქვენ მობრძანება წუწურაკი ბანკში. ანუ წუწურაკი ბანკი იყო ამ შემთხვევაში. სულ იყო? ხო. პროცენტს ვერ მოგცემთ מחალს, იმიტომ რომ ვერა. ეხა კალა. არა, სერიოზულად გაკეთე წუწურაკი. არა. ეხა მომენტია რომ ეტიუდიკე რამე მოგეფიქრები და შენ უნდა გადათარგმნო. წუწურაკი იყო რომ პროცენტიც მახარას ხუმრობა უნდა გადათარგმნო. არ მაღალი ხდება. მაგრამ ეხა შეგვიძლია რამე რუსულად თქვა ერთ-ერთი არის. თენგი წუწურაკი ბანკის თანამშრომელი. მე რატო უნდა მოვიდე ბანკში? ამოდით აქა და გავანულებ იმ სესხსა. აი წუწურაკი ბანკი. აი მოიცელი ბიჭო. აი ისე მე გამომიყარა. რა შუაშია წუწურაკი ბანკის თანამშრომელი. მე რო წინამდე დავდაკერო. მოიცა მე მაგ შემოთავაზება გუნდიშ რომ კალას მივცეთ დისკვალიფიკაცია იმიტომ რომ არაფერ შუაში არ იყო თემა. როგორ არ იყო? ბიჭო ნახე წუწურაკი აი ის არ მიდის ამასთან. წუწურაკი ბანკისთან. საინტერესო მოყვა პროსტა მე რაც ვილაპარაკე. აი დისკვალიფიკაცია მისცეს გაცოცხლებულში ეგეთი არაფერი გამიგია შეჭება. ახალი ჩვენ სხვა ერთ მოვიპარეთ. 2-2. საინტერესო რომ იყოს ბოლო 5 კითხვა არის. ბოლომ გადაწყვიტოს. ბოლომ გადაწყვიტოს მოდი 2-2. მახარას кай ხუმრობა ქონდა თავიდან ამას. სახლში ხანძარი გაჩნდა და მაზოხისტი ხარ. ნუ არ გამოდიხარ ალბათ. სახლში ხანძარი გაჩნდა და მაზოხისტი ხარ. აჩიკოს ბევრი არ ვფიქრია თემის წერის დროს აშკარად. მაზოხისტი ხარ? მახარ წაიღე ეს არა ეს ხმაქრი წაიღე უკან რა. ჩემი პაროდია არ ვარგოთა, მაგრამ ჩემი თავის პაროდია უნდა გავაკეთო. ჩემი თავის პაროდია უნდა გავაკეთო. უკვე გაჩნდა ხანძარი და მასო ბიჭო ძალიან ჩაკეტილი ხუმრობა. აი აჩი ნახე ის არის მარტო ერთ რაღაცისკენ მიყავ ხარ რომ სახლში ხარ და არ გამოდიხარ. ამიტომ მე ხარასთან ფრეს დავჯერდები, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ხუმრობები ქონდა და მე გამიხარდება თუ ის გაიყოფ. ხო, მოდი ეგრე გავაკეთოთ. თორე ამიო თავპირი დამელეწოს დღეს. გვაქვს საშუალება პრიზ გაყოფის, ეგრე დაიმთხვა. დონატები მოიტანა. პოდკასტის ბიუჯეტი ცოტა შევიწროებულია. იმიტომ რომ აჯიკოს მანქანა დაიმტრა. ფინანსები სხვა მხარეს წავიდა. ვახჩი. აუ. რატო გვარეკლამებინებ შეჩემა რა. არ ვთქვათ რა კვერცხი. კვერცხი არის შეჩემა. იმე ამივიდა ინფლუენსერები რო შემეს ორივე შენ უნდა მოგეგო. ეხა მინდოდა რომ ორივე შენ მოგეგო. გაუსწორდა ეგრევე. ვა. ნუ აი ეს ღირს ჩინეთში ლარი. აირონმენის თამაშვარი ეს ყველა ეხა ელეებიდებს შეჩემა. ესეა. იხრი. ხო. შენ მოგი. ისტორია თქვენ შესახებ, არასწორად თქვენს შესახებ, თქვენ შესახებ. აი აუ ყავა რა მოგდეს ეს კაფე. რაღაცა ანიმე პერსონაჟია. მანახე ოდის ნაგავი.
მანახე აბა კალა რა მოგივიდა რამე კალა მანახე ერთი წუთი შეჩემა რა გინდა ხო მოიგე მანახე რა მოგივიდა ძმა ისინი რა თქმა უნდა კაფეები და ყალე პატარა ბავშვი აუ რამდენი ვიცინე აი ამოვიღოთ ბოლო თემა სუდადავა ბიჭო გორზე რაღაცა მოყევით თო მე ვთქვი რაღაცა გორზე ილაპარაკებენო და რაღაცა თქვით მაგისტერთო მე დავიწყებ მაშინ აი ჯერ ერთი აღდგომა რო იყო გუნდიშა იყო შეატვარიყავი საქმეები მქონდა მე დავიწყებ გორზე მე გორელი არ ვარ ვაფშე რა არა ვიცი არ ხარ მაგრამ ბაბუა შენ ცხოვრობს ქიშვარდას არ იცნობს ქიშვარდას არ ვიცი არის ბაბუები არ უნდა არა სულ დავდივარ ხოლმე რა ზროსლებს არ იცნობს რა ვინა კახასა იმასა მასა ხაშლამასა იმასა გორში ვიცნობ ყველას ვინც ცხინვალიდან არის ჩამოსული გუნდში რამდენი წლის ხარ 31 ანუ מחარაზე ერთი გოლა წლით რეტრიზე ტაძინ რა ერთი წლით არა იგივე წელი არა რა კი 93-იანი ეს 93-იანი ანუ გორში შენ რომელი წლიან დადიხარ ესე აქტიურად სო დიდი იყავი ხო ცოტა დიდი ვიყავი ხო გავლით აი ხა მაგრამ კარგად იცნობ ხო კარგად იცნობ ბიჭო ჩემი მამიდაშვილები ცხოვრობენ ამას ხო იცნობენ ვიღაცები ჩემი მამიდაშვილს ხო იცნობ ვის აბა ლევანას სო მან დავდიოდი ხო ბავშვობიდან ზედმეტ სახელი? გორში არ ვიცი თქო შენ გეცოდინებაში ჩემო რა გუნდში מחარ რო ყვება ხოლმე გორიდან ისტორიას გეცნობა რაღაც ეგეთი ბიჭო არ მეცნობა მაგრამ ჯერა აი ყველაფერი სიტყვით ჯერა ტყუილი რო გრამი არ იქნება ვიცი შენ არ იყავი მსგავს ეს ბავშვობაში არ უწევდა ეს დიდი იყო უკვე ერთხელ ზამთარია სკოლაში ვართ მაგრამ ბიჭო შეშე მაშინ არის პერიოდი რომ შეშას ჩვენ გვაბარებდნენ ხოლმე შეშა მოიტანეთო რა მოვიტანეთ დილით მივედით ადრე ბიჭი აი ისე საკლასო ოთახში ფეჩი იყო ხო ფეჩი იდგა ხო და ისეთი ბიჭები მივედით აი ყველა რო გვაჯობდა ფურას ისწავლით და რაღაცები და დილით მივედით კლასი დავალაგეთ დავასუფთავეთ აი ეგრე ხავი უნდა მოვაწონოთ რომ პატარა გადაცდომა გქონდა წინადგეს და თავი უნდა მოვაწონოთ პატარა გადაცდომა მაინტერესებს რა იყო ნეტო ხო და მასწავლებელი ვინ გადაკიდა ფანჯრიდან ბიჭო ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე ცუდი რა ის ყვავილებს დავაფსით მთელ 4 სართულზე რა ყვავილებს ყველაფერს შეჩავაფსით შეჩემა და გავახმეთ თუ რაღაც ხო და გადაცდომა იყო და კარში მივედით და ფე დავალაგეთ რაღაცა შეშა მივიტანეთ წყალი მიასხით არა გაიტანოს მობსული რომ გაატანინეთ ფეჩი ამანთეთ რაღაც მასწავლებელი შემოვიდა და აი მას ესე ვქენი და კითფილა მაგრამ ფსელის უნდა არა დაგვეჯვა რა მაინც რატო ამ საკითხზე გაგვტისკეს რა ის არა ანუ აი მაგ დროს ბავშვი რო კარგ საკეთებს კარგიც უნდა თქვა და კარგი არავის უთქვია მე ვარ და კიდე განახეთ მე ჩააჯვეს ყვავილი ლარნაკებში არა შეჩემა ანთებული ფეჩი მოხსენ ეს ტკინის ფეხები ქონდა ხოლმე რა ანთებული ფეჩი მოხსენით ანთებული ფეჩი 4 კაცმა დავიჭერეთ აი ამ სამი უჩკაია თუნდა წავიღეთ შეჩემა სკოლიდან გავიტანეთ ანთებული ფეჩი ნაძვის ქვეშ მეცხრე სკოლის წინ ნაძვები იყო ხოლმე იქ დავდგით პურები ვიყიდეთ შევხუხეთ და იქ ავჭამდით და ვსვავდით და ვიყავით ფეჩი მოიპარეთ ანთებული მართლა ანთებული ფეჩი წავიღეთ იმიტომ ხ შეშას ხო ვერ გამოვიტანდით იმ ნაკვეს ხალს და ის შეშას ხო წავიღეთ და შეკეთებული ყვავილებს აბედი ეწია კაქტუსი ხო იცოდა და ყვავილი არის უძლებს ყვავილი კაქტუსი უძლებს კაქტოს მიაფსი აბა მე ყვავილები არ აქვს ხონდა შეჭი არა იქ გაცი ხო ხოლმე დერეპანში იდო ხოლმე ბევრი ყვავილები ბავშვობაში ყველაზე დიდი კრიმინალი რა ჩაგიდენია ბავშვობაში ყველა აი ხა დღეს ეხა ღვინის ქარხანა რაც არის რა რესტორნები და რა ადრე მართლა ხო ღვინის ქარხანა იყო მანდ და მანდ ვარ გადაპარული ძალიან პატარა სასწავთან ერთად შუაღამისას სატანკოში ღვინოები მოვიპარეთ მაქედან რავი ოღონდ საკმაოდ პატარა ვიყავ იმის რომ საერთოდ გვერდზე ქუჩაზე გადავსულიყავი და მაქედან მაგ ღვინოები მოპარული რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ვიწვალეთ საცობის ამოღებაზე ბოთლებს ვაბარებდით ხოლმე ეგ კრიმინალია შეჩემა ჩემი ყველაზე დიდი კრიმინალი ეგ არის ჩემი არ შეიძლება მაგას ვაკეთებ დიმაუშკაზე მოყოლილი მაგ აგვისტო დიდი რვა ფეთქეთ არა აგვისტოს ომის დროს ვიპოვეთ ბომბი რა გორში ხო ვიყავით ეხა იქ და ტელეფონები ის დაარიგეს ფოტოები ბიჭო ტელეფონები იდო რა ტელეფონის გვერდზე იდო ბომბი ეს თურმე ინფორმაციული იყო ის კი არავინ მიაწერა რომ ესეთი ბომბები არსებობს ყველას გონია რომ ამ ტელეფონებში არის ბომბი რა ანუ ტელეფონებში იმიტომ რომ დაარიგეს იმიტომ რომ
ფოტოს ზომა ნახო, ბომბი რამხელა და ტელეფონი რამხელა. ზომა რო აღიქვა ბომბისა. ყველა ხანს თოჯინადოს, ხანს თელ ქალაქს გულიან ეს რაღაცები რუსებმა ჩამოყარეს და ქუჩაში ტელეფონი, ნუ კაცვილი ხერსთან აკიდებს. ყიდო აფეთქდება. აი ეგ პერიოდი არის, რომ ინფორმაციული მოწოდება მოდის რა ომის პერიოდი. თქვართან ბიჭო ეს მგვალი ნაღმივით რაღაცა გდია რა. ამოვიღეთ. ესე ნაღმი ხო ეგ რომ ამოვიღეთ თან რო დავინახეთ ხო გაგვიხარდა ბიჭო ის სარქონია ნელა ერთმანეთს ვასწრებით პირველი ვინ აიღებდა ავიღეთ ეს ნაღმი გონია ჩვენა რა ოპა ცოტა ნაღმი ამოვიდეთ იღლიაში წავიღეთ სახში აი ეს თქვენ რაღაცა გვიდეს ეს იყო ტანკის დიმაუშკას იძახიან ზოლის ვეზე იყენებენ ხოლმე დიდი არის რა ის რაც მაშინ პატარები იყო ეს არის აი დედა დიდი არის რა ხედველობას რო უზღუდავს ტანკებს ხო? ხო რა, თლიან ველზე იშლება ესა რა. ბიჭო, გამოსარტყმელი აქვს, უნდა გახსნას და ნაღმი ვიცით რომ დაადგა ფეხი რა. და ჩემი ძმაკაც იძახის რომ მინიმუმ 2 ტონა უნდა დაადგესო ზევიდან, რომ ამას ამე მოუვიდესო რა. აუ დიქით ბავშვები ხტუნაობთ ამას. ფორმაკ ეგეთ ნაღმით. და იმენა ხტუნაობთ. ჩემი არ მოვიდა, ხო გითხარით რომ ყლებო ესა სხვა რამეაო. რო ფიქრობდა მეტყოლა რა იდე კაი მარსალი აღმოჩნდა პადუალში ჩავედით და გამოვცხე თავიდან აკთვის პერიოდის და ფითილი რაც იწვის და ის რაც იმის ბოლი გამოვარდა და შეგვეშინდა და გაჩერდა რა მეთქი წყალში ეგდო გაწანა ვერ მოვასწარეთ სახლიდან აი რო დაიწყო გაშვება ეს შავბოლში თუ ნაცრისფერ ბოლში რო ვერ მოვასწრეთ დავტოვეთ და პადუალს აქ ეს ტიკარები დავახურეთ ამას რა რო შეგვეშინდა ჩემი დედა გაზდის რაღაცას ბოლოს დავახურეთ ამ პადუალს და სადაც ღრიჭო აქ იქიდან აი ჩაიდგს ეგრე გამოდის სახში ბოლი რა და ეხლა რა უნდა გააყრავო სახში რა გახსენი დაბლა მე რა ბოლი დგას ბებია ჩემი მოდის არაფერი ნანი ადიზევითა რა მაშინ ეხლა დიდი ვარ აუხსნიდი მაგრამ მაშინ პატარა ვიყავით რა ხვანი მოხდა გაიწიქრა რაღაცა იწვისო თუ რაღაცა იცოდნენ ხოლმე რას ვიყავი აი ფილმებში რო გროტესკულად ტიპებს ვაშავებენ ხოლმე ხო წესდან აი ოხშივარით გადმოვარდა ბიჭო სუშავი ხო ერთი წელი რენდომად უჭამდით მურაბებს არ ვიცოდით რა იყო შეჩა სულ ნაცრისფერი ყველა ბანკა იყო ნაცრისფერი აი არა ზოგჯერ გამოგვივიდოს და ზოგჯერ პავიდლოი ზოგჯერ ისა მისტერი ბოქსი იყო მაგან დაგებადა საერთო ყუთების იდეა ჭამეთ ნაცრისფერი აი რენდურად უჩა ბიზაჩემი რა მოიტანდა ხოლმე წნილი უნდა და უცებ იმ დღეს მურაბას ავჭამდით უკან ხოლმე წააბრუნეთ ეხლა ახსნილია ბიჭო კრიმინალური ისტორიები სოფლოსმე და ზედრო ვიხტუნავეთ რომ გაგვეგვეზე ნამდვილი იყო თუ არა კაი, დღეისათვის ბოლო თემა. აუ, ეს ორჯერ ამოვიდა. გეხვეწები. პალეონტოლოგიის ოჯახის თემა. ერთს მოვყვები რა. ბავშვებიოთ იარაღს. ჩვენი შოუ სტომარია, მეგობრებო, გიორგი მახარაშვილი. არა, გამახსნა. იარაღს არავინ არ გვანდობს რა, ბავშვებიოთ და რა, იმას სტრანად იწყება. ძალიან კარგია ეგ. მორადილის მაღაზიაში იყიდებოდა ისა, სტარტოპკა, ოღონდ მაშხალა რა, ეს პატარა ტყვები ხონდა, მას ჩადე ოლულიანის ხო ეს ტყვები რო მაგას და რო გაისვლის წითელი ის ადიოდა მურთვა სამაშველოს შაშხანა იყო რა. ბიჭო, ეს რო ამოვიღეთ, ზუსტად იგივე იყო, იგივე გილზა აქ, რაც თოფის იმას რა, ტყვიას. ეს თოფის დასატენი ყველაფერი გვაქვს, თავის გილზა, თავის ყველაფერი. მეთქი დავით. ესა დასატენია უეჭველი, რა ჩემ აგე თოფი. ბიჭო, ხელში გვიჭებს აი ხელა. ანუ ტყვის ხელა ლულა აქ რა. დავაი ნაბადი მოხვიეთ, ჩაუტენეთ, პიჟები ჩავტენეთ. ერთ წელი შარიკის საფანტისა სხვილი ცოტა ჩავაგდეთ კარტეჩისა. დაუპრობკეთ და ჩავდეთ. ბიჭო, რას ვისროლოთ, კატები დარბიან, ძაღლები დარბიან, რაღაცები და ჩიტები დარბიან. არ გვინდა რომ ცოცხალ ორგანიზმს ესროლოთ, ეგ შეგნება გქონდა. მოძრავი მიზანი გინდოდა ხო? დაჟე და ქედანი. ქედანი რა არის? გარეული ტრენდი. გარეული ტრენდი იჭმევა. ის ვიდეო ნანახი აქვს ტიპს რომ კინა უჭირავს ხელში და დუბდა რომ გაისურის. ალგიდა რომ მოწყდება. ეს ვიდეოს ჩემ ძმაკაც აი ხუდგევა გვიძი მე რა. აი იმას თავი აქვს ესე რომ გაი ესე რომ გაის ამას არ მოხდის და მე გვერდიდან უყურებ ამას რომ დაუმიზოს. აი. ხო გამოკარა შეჩემა.
ტყვიას გაასწროხელში ასეჭი რამე არ აღმა რა ეს რო გადახსნა გვერდზე ხო ვიდექი შეჩემა აი ეს მთლიანად ლოყა მქონდა კანი რო ეს რო აფხიკო რა ეს ასკოლკა რომ მომხვდა აი ესე გადამოწეული ზევიდან და ხელში მქონდა შავი რაფტორის აი ზედ მქონდა ჩარჭობილი შეჩემა აი ეს ახლა აქ ნაკი რაც მადეს ვენასთან ეს სკინის დეტალი რო გამოვარდა ეს ჩაერთო შიგნით თამაში ეს გაგლეჯილი სახით ეს სკინის დეტალი სახით ის ეს ხელში არაფერი აღარ გადაფლეტილია მაგ ქედანი გააფრინდა კარგად წავიდა არა შეჩემა ამის გამწარებული ქედანი მოვიდა ამათ რეში ჭამა რომ რიგს დრამა ხმა რო იყო ესევე მკითხა ჩამოვარდაო შეჩემა რა ჩამოვარდა და თამოვარდა კი შევთხარი ხო გავიქეცი ფეხით გავბოდი საავადმყოფოში რომ დავინახეს სისხლი აქედან არ ცხავდა შეჩემა კაცი სურვაივალი იყო რა იმენად სერიოზული სურვაივალი აუ ბიჭო ის იყო ხომე რა კარჩი ბიჭები თუ შეიგრებოდნენ ბიძას და რაღაცა გშიაო თუ ეთქოდნენ პიზდეცი იწყებოდა რაღაცას დანძრეული ქონდა ან ვიღაც ან ამათ ან ქედან ქიშვარდა როდის იქნება გადაცემაში აი ქიშვარდას ვეტყვი იქნება თუ არა პამიდორი დავთეს იცი ასფალტი გააკეთეს ყადე ხო ეს ეხა როგორც იქნება მაშინ მახა კატალოგს მოგიტანთ და აი სიტყვაზე რა ისტორიას მოყვები არა ის ასფალტი დაგვეს ქვაღორღიანი გზა იყო ხოლმე და უცებ მოვიდნენ ვიღაცები და ასფალტი გადააკეს ბიჭო შავი დაზიპინებული ასფალტი ალუმინებს რო ეძებდით ხოლმე ანუ ფულსავ შოულობ ალუმინებს აი ეს ყოველდღე თავყვებს ჩავყვები პატარა მათული პატარა აგროვებ რა და რაღაც აგვისტო იყო და დასვენებად წავედით წაგვიყვანეს რო ჩამოვედით აი ნაცრისფერი კაუჩუკის ასფალტია იცი როგორი რეაქცია გექნებოდა აი მოქროს მონეტა რო წააგე აი რო ჩამოხვალდა გამო ბიჭო ლაზარსო გამეთქი თავი დაგვიძრა ჩემი ფულის აღარ არის თო ფული ქვევით არის ჩემი კანალი აუნახოთ ეხო ფიქრობ ის თოია მიწაზეც გადააგეს ბიჭო პამიდორი დავთესო და გავყიდოთო რა გოლში უნდა დათესო მე რომ დამაჯვი არა მოიცეთ პამიდორი დავთესოთ მეთქი ასფალტზე ამოვთხარეთ ესა ასფალტზე ას მიწა იყო იქა დავამუშავეთ და დავთესეთ ეს თვეულიცით მე გახმა მაგარი ისტორია იყო არა ის ამოთხრილი კიდე ეგრე არის დღესაც ჩახვიდი მის მე გზა აღარ არის დაუგია კაი გავოდით ბოლოსკენ დაგემშვიდობით მანდოშა გუნდიშა გილოცავ ძმავაგე აი ჩვენგან აი ეს ვა საჩუქარი ჩვენგან და ღმერთმა ოპა თქვენი მონა მორჩილი გია ფარადაშვილი ოპ